დღეს ჩვენ ვსაუბრობთ თემაზე, რომელიც აწუხებს ყველას და აინტერესებს ყველას. ლაპარაკი არის სურსათის უნებლობაზე. თუ ბიზნეს ოპერატორმა წარმოების პროცესში გამოიყენა მაგალითად სცენარეული ცხიმი, გამოიყენა მაგალითად რძის ფხვნილი, ამ შემთხვევაში მას არ აქვს უფლება, რომ ყველი უწოდოს. ჩვენ ძალიან ბევრი ადამიანი გვიწერს შრიფტის ზომასთან დაკავშირებით. ესე იგი, ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის ხოლმე ის ყველაზე წვრილად წერილი. საქართველოში ერთი შეფუთვის გარდა ეტაპი არ გაუულია, ან შეიძლება პირდაპირ შეფუთულია შემოსული და უცხოეთში აქ დარწმუნებული რომ საქართველოშია დამზადებული. პრაქტიკულად საქართველოში ქართული ღორი აღარ იყიდება. აკრძალულია სურსათზე ნებისმიერი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული განაცხადის გაკეთება. ერთ-ერთ ეგეთ იმპორტირებულ რაღაცა თხილის მიქსზე ფეითი იყო ნათარგმნი როგორც მსუქანი პირდაპირ და შეიძლება ერთ და იგივე ნიმუში მიიტანო სხვადასხვა ლაბორატორიაში და განსხვავებული რეზულტატი მიიღო საბოლოოდ. კონკრეტულ დარღვევებზე მარტო მას შემდეგ გავიგეთ, რაც ორ ბიზნეს ოპერატორს შორის სასამართლო დავა დაიწყო. ცხოველური წარმოშობის სურსათის კუთხით თითქმის 100% დამოკიდებული ვართ უცხოურ ნედლეულზე, იგივე ხორბალი, siminди, სხვა საკვები დანამატები. ხანდახან გაცდა მაგ ხოლმე, რომ ხარისხის და აი რა შეუკვეთე და რა ჩამოვიდა ამ ბავში, ყველაზე ძვირ ქვეყანაში ვცხოვრობ. დღეს ჩვენ ვსაუბრობთ თემაზე, რომელიც აწუხებს ყველას და აინტერესებს ყველას. ლაპარაკი არის სურსათის უნებლობაზე. შევეცდებით მიმოვიხილოთ ის საჭიროებო და ასე ვთქვათ მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც შეიძლება აღელვებდეს ჩვენს მოსახლეობას. მაგალითად, მარტივად რო ვთქვათ, რას ვჭამთ და რას ვსვავთ, როგორ კონტროლდება იმპორტირებული თუ ადგილზე წარმოებული საკვები, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, როდესაც შევდივართ სუპერმარკეტში და ვირჩევთ კონკრეტულ პროდუქტს, გულისხმობ ეტიკეტის სწორად წაკითხვას, შენახვის ვადებს და ასე შემდეგ. რა უნდა მოვიმოქმედოთ იმ შემთხვევაში, თუ ჩავთვლით, რომ კონკრეტული პროდუქტი ან სურსათი აზიანებს ჩვენ ჯანმრთელობას, ან შეიძლება დააზიანოს ჩვენი ჯანმრთელობა. ასევე განვიხილავთ, თუ როგორ მუშაობენ ლაბორატორიები ქვეყნის მასშტაბით, რა ფუნქცია მოვალეობები აკისრია სურსათის ეროვნულ სააგენტოს, ასევე რა საერთაშორისო ვალდებულებები აქვს საქართველოს აღებული სურსათის უნებლობის მიმართულებით და დღეს ამ ყველაფერზე ჩვენთან ერთად ისაუბრებენ ჩვენი ეპიზოდის სტუმრები, საკონსულტაციო კომპანია CertiFood-ის დამფუძნებლები ანდრია კალანდია, რომელიც გახლავთ სურსათისა და ცხოველის საკვების უნებლობის სპეციალისტი და თორნიკე ცხედაძე, სასურსათო და ცხოველის საკვების ტექნოლოგი. დიდი მადლობა მეგობრებო მობრძანებისთვის პირველ რიგში. მადლობა მოწვევისთვის. კეთილი, აქვე მაყურებელს განვუმარტავ და ვეტყვი, რომ თორნიკე და ანდრია ძალიან აქტიურად არიან დაკავებული საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმიანობით, ვინაიდან ერთის მხრივ ეხმარებიან ბიზნეს ოპერატორებს, რომ მათ დანერგონ სწორი და კანონთან შესაბამისობაში მყოფი პრაქტიკები, როგორც სურსათის წარმოების, ასევე რეალიზაციის ნაწილში, იგულისხმება აქ კონკრეტული ეტიკეტების შექმნა, კონკრეტული პროდუქტების ვარგისიანობის დადგენა, ასევე აუდიტი საკვები ობიექტების და რისკების ანალიზი. მოკლედ ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ სერვისებისა, რომელიც შეგიძლიათ მათ სოციალურ პლატფორმებზე იხილოთ და მითითებული იქნება მათი სოციალური პლატფორმების მისამართები, ასე ვთქვათ, ჩვენი ვიდეოს აღწერაში და მეორე მხრივ, რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის, ზრუნავენ მომხმარებლების და მათ შორის ბიზნეს ოპერატორების ცნობიერების ამაღლებაზე, რომ მაგალითისთვის ჩვენ როდესაც შევალთ სუპერმარკეტში, არ მოუტყუდეთ იმ რაღაცა იაფასიანი მარკეტინგული ხრიკებით, რომელიც არც თუ ისე იშვიათად ხდება კონკრეტული ბიზნეს ოპერატორების მხრიდან და მივიღოთ, ასე ვთქვათ, გავაკეთოთ ინფორმირებული არჩევანი, როდესაც აი სურსათს ვარჩევთ ან საკვებ ობიექტს ვსტუმრობთ და ასე შემდეგ და ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში ითარგმნება იმაში, რომ ჩვენი სურსათის ქვეყნის მასშტაბით სურსათის ხარისხი და უნებლობა თამასა მაღლა იწევს. მოკლედ თქვენ უკვე გააქვთ რაღაც პოზიტიური შედეგები იმ თვალსაზრისით, რომ ვიცი რომ თქვენი ასე რომ გამოავლინეთ ეს რამოდენიმე მარკეტინგული ხრიკი კონკრეტულმა ბიზნეს ოპერატორებმა შეცვალეს, შებუთვა ან ეტიკეტზე ინფორმაცია რაც ქონდა დატანილი, ეს ძალიან მისასალმებელია, მოკლედ და ჩვენი გულშემატკივრობა ამ საკითხში და აქვე ეხა ისეთ წარდგენა გავაკეთეთ, ზოგს ეგონება რომ გვაფინანსეთ. ჩვენ ყოველთვის ზადვართ, რომ უფასო რეკლამა როგორც დღეს სხვა შემთხვევაშიც უფასო რეკლამა გავუკეთოთ მათ, ვინც აი ეს საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმიანობას ეწევა.
და დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მოკლედ მობრძანებისთვის და მინდა დავიწყო ჩვენი საუბარი პირდაპირ აი პრაქტიკული რჩევებით და მე მოტანილი მაქვს სულ რამდენიმე პროდუქტი, ეხლა ამაზე ვისაუბროთ, რა ქვია, დავიწყებულად და მე გავშალოთ სხვა პროდუქტებზეც ესე ზეპირად ვისაუბროთ და უგულისხმობ აქ ეტიკეტის სწორად წაკითხვას, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ეტიკეტზე, როდესაც პროდუქტს ვყიდულობ და იმ პროდუქტებზე ვილაპარაკოთ, რომელსაც ეტიკეტი შეიძლება საერთოდაც არ ქონდეს. და აქ მაქვს მე მოტანილი ესეთი, აი პირდაპირ რაც შემხვდა, პირდაპირ ავიღე რენდომად, ასე ვთქვათ, შემთხვევითობის პრინციპით პური, ყველი და ძეხვი. ეხლა გავარჩიოთ რამდენად არის ეს პური, რამდენად არის ეს ყველი და რამდენად არის ეს ძეხვი. თორნიკა შენ გადმოგცემ ძეხვს და ანდრია შენ გადმოგეცა არასაჩუქრად განსახილველად ყველი. პურსაც მივადგეთ. ანდრია შეგვიძლია თქვენგან დავიწყოთ, აი ვარჩევთ ყველს. ან სხვა რძის პროდუქტებზეც მე შეგვიძლია აი რას ვაქცევთ ყურადღებას ამ ეტიკეტის დაკითხვის დროს. პირველ რიგში აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება, რა თქმა უნდა, დამზადების თარიღს და გამოიყენებამდე ვადას. ნებისმიერ მალფუჭებად პროდუქტს, რომელიც ესე ვთქვათ, მაცივარში ინახება, სავალდებულოა ეს ინფორმაცია გქონდეს. ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ვაკვირდებით ინგრედიენტების ჩამონათვალს, ჩვენ აი აქ ძალიან წვრილად კი აწერია, მაგრამ წერია რომ ეს ყველი შედგება პასტერიზებული რძისგან, სუფრის მარილისგან და მაჭიკის ფერმენტისგან. ანუ ეს პროდუქტი ინგრედიენტის ჩამონათვალიდან გამომდინარე, ხედავთ რომ ესე ვთქვათ, ნამდვილად ყველი არის, იმიტომ რომ თუ ბიზნეს ოპერატორმა წარმოების პროცესში გამოიყენა მაგალითად სცენარეული ცხიმი, გამოიყენა მაგალითად რძის ფხვნილი, ამ შემთხვევაში მას არ აქვს უფლება რომ ყველი უწოდოს და ეს ყველის განმარტება ნათლად არის განმარტებული რძისა და რძის ნაწარმის ტექნიკურ რეგლამენტში. ერთი დარღვევა ასევე რომელიც უკვე შევამჩნია ამ ეტიკეტზე ეს ეტიკეტი, ეს ყველი არის ყველი იმერული, ესეთი სახელწოდებით მოხსენიებული ეტიკეტზე. იმერული ყველი არის რეგისტრირებული საკპატენტის მიერ 2012 წლიდან, თუ სწორად მახსოვს და არის გეოგრაფიული აღნიშვნა. ანუ აუცილებელია თუ ყველს იმერულს უწოდებთ, ესე ვთქვათ, რძე მოყვანილი იყოს, მოპოვებული იყოს იმერეთის რეგიონში და ტექნოლოგიური პროცესიც დასრულდეს ამავე რეგიონში. შეიძლება მაყურებელს კითხვაც გაუჩნდეს, ესე ვთქვათ, იმერული ყველი სახეობაა და არა გეოგრაფიული აღნიშვნა, თუმცა კონკრეტულ გეოგრაფიულ ზონაში არის დამახასიათებელი მიკროფლორა, რომელიც კლიმატი, ასევე რა თქმა უნდა, რძის ხარისხზეც ძალიან მოქმედებს, რაც სამომავლოდ უკვე განსაზღვრავს ამ პროდუქტის მახასიათებლებს. რა ვიცით რომ ეს იმერეთში არ არის? აი წერია მწარმოებელი ქალაქი თბილისი და მისამართი, ხო, ანუ აუცილებლად უნდა დავაკვირდეთ, ასევე წარმოების აიდენტიფიკაციო მონაცემებს, ესეც სავალდებულოა რომ ეტიკეტით, ესე ვთქვათ, განსაზღვრული იყოს. გარდა ამისა, აღიარების ნომერსაც ვკითხულობთ, აქ აღიარების ნომერი არის დამატებითი, ესე ვთქვათ, ნიშანი იმისა, რომ ამ ბიზნეს ოპერატორმა გაიარა სახელმწიფოს შემოწმება და სახელმწიფო მიანიჭა უფლება ყველის წარმოების. კი ბატონო. მაგრამ ეს იმერულს ვერ უწოდებთ, ვინაიდან იმერულს ნამდვილად ვერ უწოდებთ. შეიძლება ეწოდოს ახალი ყველი, შეიძლება ეწოდოს ჭყინტი ყველი, ან რაიმე სხვა დასახელება გარდა იმერულის. ხო, ერთ რაღაცას დავამატებ, რომ აი ესეთი ეტიკეტები შემდგომ უკვე იმ ყველს, რომელიც მართლა იმერეთშია ნაწარმოები, იმ ბიზნეს ოპერატორებს მოკლედ ცუდ მდგომარეობაში აღებს, იმიტომ რომ აზრი ეკარგება მოკლედ იმ კანონმდებლობას, რაც წერია ფურცელზე და რაც წესით უნდა დაიცვას ყველა. ხო, ზუსტად. და ხო, ეხლა გამგებმა გაიგოს, ჩვენ ბრენდებს სპეციალურად ეხლა არ ვასახელებთ, მაგრამ იზრდება მომხმარებლის ინფორმირებულობა და თვითონვე უნდა მიიღონ ეს გადაწყვეტილება, რომ ესე ვთქვათ, დაეციონ, აი თქვენ რასაც აკეთებთ, მათ შორის აი ამ პროცესს, ხო, რომ ესე ვთქვათ, გათვითცნობიერებელი მომხმარებელი, აი ესეთი არაპასუხისმგებლიანი ბიზნესისთვის იქნება პრობლემა. ეხლა მეორე საკითხი, აი ხშირად მე მაგიტო წამოვიღე რძის პროდუქტი და ერთი რაღაცა ხორცს πρოდუქტი, რომ მაინც ყველაზე დიდი ნებათაღელვა არის ხოლმე, აი ცხოველური პროდუქტების მიმართ იქნება ეს რძის პროდუქტები, ხორცის სხვა ნახევარფაბრიკატები, რომელშიც რა ნაწილი ისეთნაირი ხორცია, ნაწილი ასეთნაირი ხორცია და ასე შემდეგ, კვერცხი, რომელზეც ეს ზეპირსიტყვიერად შეიძლება ვისაუბროთ და აქ აი ყველთან დაკავშირებით და სხვა რძის პროდუქტებთანაც აი რა კითხვა გამიჩნდა, იცი, ანდრია, რომ აი
იმის გამო რომ ეს რაღაცნაირი უნდობლობაც არსებობს ქსელური რაღაც პროდუქტების მიმართ და ითვლება ის რომ რაღაცა სოფლის და ნატურალური უკეთესია და რაღაცა ხშირად აი ამ ყველს ისეთ ადგილებში ყიდულობენ ადამიანები მათ შორის აი ქალაქის ცენტრშიც რომ არც ეტიკეტი აქვს არაბა პირდაპირ წონით ეს ყიდულობენ ანუ ეს პუნქტი არსებობს შეიძლება შენობაც კონდეს ასე შემდეგ ანუ გარე ვაჭრობას და ბაზარს არ გულისხმობ მაინც და მაინც აი უეტიკეტო იყოს და ერჩივნოს ეს პროდუქტი მომხმარებელს აი რამდენად სწორი არჩევანი არის ეს როდესაც არჩევანს ვაკეთებთ აი ესეთ უეტიკეტო პროდუქტზე და ზოგადად რა ხდება მაშინ როცა რაღაცა შენობას აქვს ობიექტის სახე ჩვეულებრივად და ყიდის რაღაცა სწონით ეტიკეტირების გარეშე ხო, ჩემი რჩევა არის რომ ეგეთი პროდუქტები არ შევიძინო თუ რა თქმა უნდა ძალიან დიდი ნდობით არ ვართ გამშვალული კონკრეტული ადამიანის მიმართ, ვინაიდან თუ პროდუქტს არ აქვს ეტიკეტი, ასე ვთქვათ, არც ბიზნეს ოპერატორს არ აქვს პასუხისმგებლობა იმ პროდუქტზე, ანუ თუ პროდუქტს არ აწერია, საიდან წამოვიდა, არ არის მიკვლევადი, ასე ვთქვათ, ბიზნეს ოპერატორმა წინასწარ იცის, რომ ვერავინ ვერ დაადგენს და ვერავინ ვერ მივა, ასე ვთქვათ, დარღვევამდე, რომელიც ჩაიდინა შესაბამისად ირღვევა ეს პასუხისმგებლობაც გარდა ამისა ძალიან ხშირად აი ესეთი ტიპის წარმოებებში დარღვეული არის ჰიგიენური პირობებიც რაც შემდგომში იწვევს რა თქმა უნდა მიკრობიოლოგიურ დაბინძურებას კოლიფორმებს ამ ყოველში რაც რა თქმა უნდა ჩვენ ჯანმრთელობა ძალიან უარყოფითად მოქმედებს და აი სწორედ ასეთი სოფლის პროდუქტები ხასიათდება ხოლმე აი ამ რისკებით და მათ შორის ფალსიფიკაციითაც რა ძალიან ხშირად იყენებენ რძის ხვნილს, სხვადასხვა სახის მცენარეულ ცხიმს და სახელმწიფო კონტროლის შედეგებში, სულსაიც ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლის შედეგებში საკმაოდ ხშირად გამოვლენილა, განსაკუთრებით მსგავს არაორგანიზებული ვაჭრობის პირობებში უეტიკეტო ყველის შემთხვევაში, აი ასეთი ხასიათის დარღვევები. ხო, გასაგები არის. ძეხში რა ხდება? ძეხიც არა, კარგი ამბები. ხო, ისეთები იმას ხდება, შედარებით რაღაც. არა და ეს საკმაოდ ხშირად შეგვხვდებათ მაღაზიებში, მაგრამ ხო, აი ხლა დარღვევა რაც არის, დარღვევა არის ის, რომ მონიშნულია 3 ინგრედიენტი, მექანიკურად განცალკევებული ქათმის ხორცი, ღორის ქონი, საქონლის ხორცი და ამ 3-ვე პროდუქტს ერთად აქვს მინიჭებული პროცენტული, უпростоოდ მონიშნულია თუ რა რაოდენობაა ჯამურად რეცეპტურაში გათვალისწინებული 70%. რეალურად 3-ვე ეს პროდუქტი, 3-ვე ეს ინგრედიენტი უნდა იყოს ცალ-ცალკე გამოყოფილი. ნუ ეხლა მარტივად შეგვიძლია მივხვდეთ, რომ ქათმის მექანიკურად განცალკევებული ხორცი აქვს ისედაც ყველაზე დიდი რაოდენობით არის, თუმცა ამ 70%-დან შეიძლება 80% იყოს და ეს უფრო ესე ვთქვათ შეაშინებდა მომხმარებელს, ამიტომ აი ესეთი ხრიკი მოიფიქრეს, რომელიც რეალურად არასწორია და კანონდარღვევაა და ესე ვთქვათ დამალეს რეალურად ის ინგრედიენტები, რაც გამოყენებული იქნა ამ ძეხვის წარმოებისას. მეორე რაც არის გასათვალისწინებელი, აი ჩვენ ძალიან ბევრი ადამიანი გვიწერს შრიფტის ზომასთან დაკავშირებით. ეს შრიფტის ზომა გარდა იმისა, რომ ანუ წაკითხვადობას უშლის ხელს, ესე რომ ვთქვათ, არ ჩანს გამოკვეთილად ალერგენები. ეხლა აი ეგ მაგალითად ხედავთ, რომ ხორბლის ფქვილი წერია და ოდნა უფრო მუქია, თუმცა ამასაც ძალიან თუ არ დააკვირდი ვერ მიხვდები. რეალურად ეს ისე უნდა იყოს გამოტანილი ეტიკეტზე, რომ ადამიანი როგორც კი დახედავს ეტიკეტს, მიხვდეს თუ რა ალერგენ შეიცავს, იმიტომ რომ შეიძლება ვიღაცისთვის ძალიან ლეტალური აღმოჩნდეს ესე რომ ვთქვათ და აქედან გამომდინარე, აი ეს ორი დარღვევა უკვე ისეთი დონის არის, რომ ანუ ასოების ზომაც ესე რეგულირდება, ანუ წაკითხვები ასოების ზომაც რეგულირდება, 300 მე დადგენილება არის ის დადგენილება, რაც არეგულირებს ეტიკეტირებას, ნუ ერთ-ერთი ძირითადი დადგენილება არის სწორედ ეგ და იქ განსაზღვრულია შრიფტის ზომებიც და მით უმეტეს ამ ხელაწარმოებებს როცა ვიხებით, აი ყველთანაც იგივე პრობლემა გქონდა, ესეთი ელემენტარული რაღაცები უნდა დაიცვას ბიზნეს ოპერატორმა. ხო, თან აქვე ხაზი გაუსვათ, რომ აი ესე იგი ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის ხოლმე ის ყველაზე წვრილად წერია ყველა სექტორში. ბანკის ვალიგი გინდა იქ პირობები, მოკლედ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ყველაზე წვრილად წერია ხოლმე, რომ არ დაფრთხეს, ასე ვთქვათ, მომხმარებელი, მაგრამ აქ ერთი ესეთი კითხვა გამიშდა. ეხლა აქ რო წერია, რომ მაგალითად ეს არის წარმოებული თბილისში და ამას არ ვიცი რა წერია, ალბათ იგივე. ეს დიდი ალბათ ვიცი ეს თბილისში. ხო. აი მაგას როგორ ვადგენთ, რომ ეს სიტყვაზე ეგ არ არის იმპორტირებული ხორც პროდუქტი და მე აქ უბრალოდ შეფუთული და იმას არ დაარქვეს ქართული რა.
ხო, ძეხვის და ყოველი შემთხვევაში ესე რომ ვთქვათ, ოდენა უფრო დაცულები ვართ არ მომბობ რომ რაღაცა გაგვაჩნია ფარი, მაგრამ რაც შეეხება განსხვავებულ სახის პროდუქტებს, რაც შეიძლება შეუფთავი შემოვიდეს საქართველოში გადაიფუთოს და მე არ ვიცი, ვიღაც ბიზნეს ოპერატორს მოუნდეს რომ გადაარტყას და დააწეროს დამზადებული საქართველოში ან ასე შემდეგ. ამას ჩვენ რეალურად როგორც მომხმარებელი არ გვაქვს რაიმე ბერკეტი რომ ჩვენ განსაზღვროთ ეს უცხოური პროდუქტია თუ ადგილობრივი. ამას უნდა აკონტროლებდეს რეალურად სურსათი ეროვნული სააგენტო ფინანსურ პოლიციასთან ერთად იქიდან გამომდინარე რომ ამ ორი ორგანოს ერთად კოორდინირებულად მუშაობის შემთხვევაშია მხოლოდ შესაძლებელი მსგავსი რამის დადგენა. ან რეალურად საიდან არის შემოსული საბაჟოსთან ერთად უნდა მოხდეს მოკლედ ამ ყოველთვის. და რაღაც პროდუქტები არის რომელსაც ქართული აწერია, მაგრამ ზოგადად რო ნახო საქართველოში მაგის საწარმო საერთოდ არც არსებობს რა, ანუ ვერც მიაგნებს საწარმოს, რომელიც ამუშავებს ამ კონკრეტულ პროდუქტებს. თქვენი ვიდეოც ნახე, სხვათა შორის სუნელებზე და სანელებლებზე იყო საუბარი? კი ბატონო, ხო, აი სუნელების საწარმო რეალურად ბევრია საქართველოში. მაგრამ სუნელების საწარმო არ ნიშნავს, რომ რაღაცა ადგილობრივი ნედლეული გადამუშავდა იმ საწარმოში. ხო, მე პირველად წარმოებას გულისხმობ, ანუ საიდან არის მოკრეფილი თუ ასე ვთქვათ. ხო, შეიძლება არის, მე მაგალითად არ მაქვს მაგაზე ინფორმაცია, მაგრამ აი რაც თქვით, რომ რაღაცა შეუფთავი სახით არის შემოტანილი საქართველოში, აქ არის მე დამუშავებული და გადაფუთული და მინიჭებული აქვს როგორც ქართული პროდუქტის ესე ვთქვათ მასე დაწერილია რომ არის ქართული პროდუქტი. ეს არის რეალურად უფრო დიდი დარღვევა. შესაძლებელია ისეც მოხდეს რომ საერთოდ აი საქართველოში ერთი შეფუთვის გარდა ეტაპი არ გაუულია, ან შეიძლება პირდაპირ შეფუთულია შემოსული და უცხოეთში აქვს დარწმუნებული რომ საქართველოშია დამზადებული და ესეთი პროდუქტი გაიყიდოს. ამას მომხმარებელი უბრალოდ ვერ შეამოწმებს. მაგრამ ანუ ამ ბიზნეს ოპერატორს ვალდებულება აქვს როგორც ვიცი რომ თუ ამ წარმომავლობა 51% მინიმუმ თუ შემადგენლობაში არის პროდუქტი უცხოური წარმომავლობის მიუთითოს ეს რომ წარმომავლობის ადგილმდებარეობა ხო ესეა? კი, აღნიშნო. თუმცა აი მომხმარებელს დავამატებ რა გარკვეული ეს ვთქვათ ლოგიკური მსჯელობის საფუძველზე შეუძლია მიხვდეს მაგალითად საქსტატის მონაცემები შეუძლია გადახედოს რა რაოდენობის სუნელ-სანელებლები შემოვიდა საქართველოში. მაგალითად იგივე ღორის ხორცის შემთხვევაში ძალიან აქტიურად ხდება რუსეთიდან ცოცხალი ღორების იმპორტი, პრაქტიკულად საქართველოში ქართული ღორი აღარ იყიდება. ფასი არის მაგის ყველაზე დიდი ინდიკატორი. ანუ რეალურად რუსეთიდან უკვე ისეთი თვითღირებულებით შემოდის, რომ არ უღირს ფერმერს, რომ დაიწყოს მაინც ეს ბიზნესი და აქედან გამომდინარე არ გაეყიდება. ხო, არ გაეყიდება და ურჩევნია, აი ვისაც ახლა მაგალითად დიდი ფერმები აქვს, ეგრე აკეთებენ, რომ შემოყავთ უცხოეთიდან ღორი, აქ ატარებენ ან კარანტინს, ან არ ატარებენ, ეგეც საკითხავია. ამასობაში უიაფდებათ საკვებიც, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ცოტა ხანი უნდა იყვნენ ეს ღორები საქართველოში და მალე გავლენ რეალიზაციაზე და ანუ საბოლოოდ ისე გამოდის, რომ ეს ძირავს ამ მცირე ბიზნესს, კი, ადგილობრივ წარმოებებს, მცირე ბიზნესს ძალიან რომ ადგილობრივი წარმოება საკმაოდ მცირე არის და მცირე ბიზნესს არ აქვს ხოლმე იმის მქონება, რომ იაფად გაყიდოს თავისი პროდუქცია, რაც დამატებითი ბარიერი არის. აზრი გაგაწყვეტინე, მე მგონი ანდრია წერა საუბრობ. არა გავიგე. კეთილი. პურსზე რა ხდება? ხო, პურის შემთხვევაში კი, უნდა დავაკვირდეთ დამზადების სარეც, უნდა დავაკვირდეთ გამოიყენებამდე ვადას. ასევე პურის შემთხვევაში, თეთრი პურის შემთხვევაში უფრო ნაკლებად ხდება ესეთი რამ, მაგრამ აი იგივე რუხი პურის შემთხვევაში, ჭვავის პურის სახელით როცა ვყიდულობთ პროდუქტს, ასეთ შემთხვევაში უნდა დავაკვირდეთ ინგრედიენტების ჩამონათვალს, რეალურად გამოყენებულია თუ არა ჭვავის ფქვილი, რა პროცენტული რაოდენობით არის გამოყენებული ჭვავის ფქვილი, თუ საღებავით არის საერთოდ შეღებილი ეს პროდუქტი. და ნუ გარდა ამისა, მე როგორც სურსაიცმრებობის სპეციალისტი ძალიან არ მომწონს ეს პურის შემთხვევა. იმიტომ რომ განსაკუთრებით აი ამის დისტრიბუციის პროცესს რო დავაკვირდეთ, ისეთ პირობებში ხდება ამ პურის მანქანიდან გადმოცლა, შემდეგ დახურზე განთავსება, რომ შეიძლება საერთოდ აღარ მოგვინდეს ამ პურის მირთმევა. ხო, და პურს ხო ვერ გარეცხავ, მე რა უნდა ვქნა, ესე ცუდად ტრანსპორტირებულ და მოუფრთხილებლად ესე თქვათ პურს. თან ანუ ექსელურ სუპერმარკეტებში ძალიან ხშირად მინახე, ანუ ამაშიც კი შეიძლება არიდოს, ანუ პირდაპირ თაროზე ჩამსკრივებული ტიტველი პურები, ასე ვთქვათ და ეგ აი იმას
იმას არც ეტიკეტი აკრია თან არაფერი და ანუ ესე არის ჩაწყობილი და ეგ მოსულა რატომღაც თვალს უჭავთ ამაზე. ხო, აი შენახვის პირობებს რაც შეეხება, ხო, აი კი აწერია კონკრეტულ პროდუქტებს რამდენი ხანი უნდა შეინახო, მაგრამ მე სახში რომ მიმაქ ეხა მაცივარში რამდენი ხანი უნდა შემილია შევინახო და გარეთ ოთახის ტემპერატურა ეს ხო განსხვავდება ყველა ან გახსნის მერე ვადა იცვლება და ასე შემდეგ. ამაზე რომ ვილაპარაკოთ, ანუ აი ყველაზე ესეთ სახიფათო პროდუქტები რაც არის შეიძლება უცებ რომ სწრაფად გავრალდეს იქ ბაქტერია ან ასე შემდეგ და ინფექციური დაავადება გამოიწვიოს. აი აი შენახვის პირობებზე მინდა რომ მეტი ვილაპარაკოთ და ეტიკეტზეც როგორ უნდა ამოვიცნოთ, რამდენი ხნით როგორ პირობებში შეგვიძლია ამის შენახვა, ანდრე. კი ბატონო, ანუ აუცილებელია რომ განსაკუთრებით მალფუჭებადი სურსათი ინახებოდეს სამაცივრო პირობებში, ეს არის დაახლოებით +2-დან +6 გრადუსამდე ტემპერატურა. საყინულეში შენახვის შემთხვევაში არის ტემპერატურა -18. ეს ტემპერატურები გამომდინარეობს სწორედ მათში არსებული მიკროორგანიზმებიდან, რომელიც რეალურად არსებობს ისედაც სურსათში და ესე ვთქვათ, საერთაშორისოდ აღიარებული პირობებია, რომლის განმავლობაში ვიცით, რომ კონკრეტული შენახვის ვადის განმავლობაში ესე ვთქვათ, მიკროორგანიზმების რაოდენობა არ მიაყენებს საფრთხეს ჩვენს ჯანმრთელობას. გახსნის თარიღთან დაკავშირებით, აი აქაც, აი რა თქმა უნდა, როდესაც პროდუქტი ვაკუუმ შეფუთვაშია შენახული, შესაბამისად ხანგრძლივია ხო მას შენახვის ვადა და აი ამ ყველს თუნდაც არ აწერია გახსნიდან რამდენი ხანი შეიძლება შეინახოს მომხმარებელმა, ამიტომ არ იცის ეს. ასევე რძის პროდუქტების შემთხვევაში, აი როგორიც არის არაჟანი, როგორიც არის მაწონი, ძირითადად მათი შენახვის ვადა გახსნიდან არის 72 საათი, ანუ 3 დღის განმავლობაში, ასევე კონსერვირებულ სურსაც აწერია ძალიან ხშირად, რომ გახსნის შემდეგ შეინახეთ მაცივარში და გამოიყენეთ პირობითად 2 დღის განმავლობაში, 3 დღის განმავლობაში. ამიტომ მნიშვნელოვანია თითოეულმა მომხმარებელმა ნებისმიერ სურსაც, როცა ყიდულობს, პირველ რიგში რა თქმა უნდა გაიცნოს ეტიკეტს და გაიცნოს შენახვის პირობებს, როგორ უნდა შეინახოს და გამოიყენოს ესე ვთქვათ პროდუქტი. სოციალურ ქსელში აი მაღაზია ძალიან დიდი ის არის რომ ხო ნებათაღელვა რომ აი რაღაცა ან ბევრს მოსვლია ეგეთი რაღაც რომ გაუხსნია ეს პროდუქტი შეუნახე არასათანადო პირობებში და მე ბიზნეს აბრალებს ახლა აქ ბიზნესს ხარ უნდა დავიჭიროთ იმიტომ რომ რეალურად ვიღაცებს აქვს ძალიან ბევრს აქვს რეალურად მითითებული ეგ ეტიკეტზე და ამას არ კითხულობს უბრალოდ მომხმარებელი და ეგ ძალიან მნიშვნელოვანია რომ იცოდეს რეალურად როგორ უნდა მოიხმაროს პროდუქტი, როგორ უნდა შეინახოს. თორემ მოხდება ის რომ რაღაც ახალი ნაყიდი პროდუქტი მეორე დღეს გაფუჭებული და ხდება უკვე მაცივარში. მაგრამ ხო არის რაღაც პროდუქტები ხა ქსელურ მაღაზიებში, რასაც წონით ყიდულობ, ხილი ბოსტნეული ასე შემდეგ. იქ ეტიკეტი იმათაც არა აქვს სხვათა შორის და ეგ თავისთავად პრობლემა არის თუ ანუ ეს მე მარტო საქართველოში არ ვიძახი საზღვარგარეთაც ახალხილზე და ბოსტნეულზე ზოგადად საკანონმდებლო რეგულაციაში სამას მერე დადგენილებაში პირდაპირ წერია რომ არ არის სავალდებულო ეტიკეტი ახალხილზე და ბოსტნეულზე. თუმცა ბიზნეს ოპერატორი ვალდებულია რომ მიკვლევადობა უზრუნველყოს, ანუ უნდა იცოდეს საიდან მიიღო ესა თუ ის პროდუქტი, თუნდაც ვაშლი, თუნდაც პამიდორი იყოს, უნდა შეეძლოს დადგენა ესე ვთქვათ ამ პროდუქტის კეთილსაიმედოობის. ხო, და აქვე მაყურებელს უნდა უთხრას, რომ თითქმის ყველა პროდუქტში რაღაც რაოდენობით ბაქტერია ისედაც არსებობს, უკვე საბოლოო წარმოებულ პროდუქტში და ეს მაცივარი და საყინულე იმას უზრუნველყოფს, რომ იმ ბაქტერიების გამრავლება, იმ ბაქტერიების არ კლავს, რაც შიგნით არის, უბრალოდ გამრავლებას ანელებს, რაც უფრო ცივა, როგორც წესი, ისე არის, რომ მით უფრო მეტად ნელდება იმ ბაქტერიების გამრავლება და ოთახის ტემპერატურაზე ბაქტერიებიც უფრო აქტიური, როგორც ჩვენ ადამიანები უკეთ ფუნქციონირებთ. ისევე არიან ესეთ რაღაცა 1 და 2 ჯრედიანი პატარა ცხოველები, რომელსაც ჩვენ ბაქტერიებს ვეძახით, უკეთ ფუნქციონირებენ და მრავლდებიან და ცხოველქმედებენ ოთახის ტემპერატურაზე. ამიტომ არის რომ მაცივარში უფრო ნელა ფუჭდება რაღაცა და გაფუჭებას რო ვიძახით, გულისხმობთ ამაში ინფექციური დაავადებების განვითარების რისკს, იქნება ეს სოკოს გამრავლება, იქნება ეს ბაქტერიების გამრავლება თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხორცპროდუქტზე კიდე რაც მინდოდა რომ მეკითხა, აი ნახევარ ფაბრიკატებზეც იგივე წესები ვრცელდება, აი ამ პროცენტულ გადანაწილებას და ასე შემდეგ უნდა დავაკვირდეთ, აი სოსისი, პილმენი, ასე შემდეგ. კი, აი თუ მაგალითად ერთ მაგალითს მოვიყვან, ამაზე ჩვენს გვისაუბრია ჩვენს ვიდეოებში, თუ დასახელებაში არის ნახსენები, ან რაიმე მინიშნებაა გაკეთებული, თუნდაც ვიზუალურად, რომ ეს პროდუქტი რაღაცას უნდა შეიცავდეს, არ ვიცი, ქათამი ეხატოს მაგალითად, ან ნახსენები იყოს, რომ მაგალითად ქათმის ნაგეტსი, ან
აუცილებელია რომ ამ შემთხვევაში იყოს პროცენტული რაოდენობაც მითითებული ინგრედიენტების ჩამონათვალში. ჩვენი ერთ-ერთი ბოლო ვიდეო ძეხზე იყო ზუსტად და იქ ესეთი დილემის წინაშე აღმოჩნდით რომ მოხსენიებულია როგორც ძეხვი საქონლის ხორცით და ინგრედიენტების ჩამონათვალში ხორცით. რეალურად არ არღვევს, ანუ უბრალოდ ერთ დადგენილებას არ არღვევს, მეორეს არ არღვევს. ანუ შეცდომას შეყავს, მაგრამ ამავდროულად მითითებული აქვს პროცენტული შემცველობა და ეს საქონლის ხორცის შემცველობა იყო 3%. და აქ ისმის კითხვა, რომ ანუ რას უნდა, ანუ აქვს თუ არა მომხმარებელს უფლება, რომ აი გაასაჩივროს პირობითად, იმიტომ რომ რეალურად უყურებ, ახატია ძროხა, აწერია საქონლის ხორცით, შეიძლება იქ აღარ დააკვირდა, ეხლა ჩვეულებრივი მომხმარებელი არა პირობითად ვალდებული რომ ესე დადგენილებები იცოდეს, ხო? დილემა არის ის, რომ უნდა შეეძლოს თუ არა ბიზნეს დააწეროს ესეთი რამ პროდუქტებზე. ანალოგიურ რაღაცას შევხვდებით სხვადასხვა ნახევარ ფაბრიკატებში, იქნება ეს პილმენი, ხინკალი, ნებისმიერი. აი ესეთი მცირე რაოდენობით, თუნდაც პურში აი ჭვავზე ისაუბრанд, რომ ძალიან ბევრი პური გვხვდება ეგეთი ბაზარზე, რომ აწერია ჭვავის პური და ჭვავის ფქვილის შემცველობა შეიძლება იყოს 10%. რეალურად ყუდება მომხმარებელი, მაგრამ ამას ესე ვთქვათ საკანონმდებლო დონეზე რაღაც მხრივ სწორია ბიზნესი, მაგრამ რაღაც მხრივ შეიძლება არ სწორია. ანუ ვიზუალურად რეალურად ყუდეხა რამდენი პროცენტი კითხულობს ეტიკეტს ქართველი მომხმარებლის. ანუ მესიჯი არის ეგეთი სათქმელი, რომ მოკლედ თავარი არის ეტიკეტზე რა წერია, მეგობრებო და რაც ეტიკეტირებული არ არის, იმას მოვერიდოთ თუ მაინც და მაინც ძალიან გამოცდილი ის არ უყავს უკვე დილერი ყველის, რომელსაც ვენდობით უკვე 20 წელია და არც მოუწამლი ვარ და კარგად თავარ და ისა ეგ შეიძლება, მაგრამ ნუ მაინც ესე ბრმად მინდობა რაღაცა ბაზარში კონკრეტულ მაგალითად მრდის პროდუქტზე თუ ხორცის პროდუქტზე არ შეიძლება მით უმეტეს არ დღესასწაულის პერიოდებში რაც ხდება, აი როგორ თუნდაც ტრანსპორტირების ნაწილში და ის აი ფაქტობრივად არანაირი ნორმა არ არის დაცული უნებლობის და უსაფრთხოების. აქვე მინდოდა მეკითხა თორნიკე დისტანციური რეალიზაციის დროს აი ვებსაიტიდან რო იწერან საკურიერო სერვისს რო იყენებ. იქ ხო არ არის ეს ინგრედიენტების სია როგორც წესი ჩამოთვლილი და აი ეგ კანონი როგორ არეგულირებს მაგ ნაწილს. ხო, როგორც ჩვეულებრივ საცალო ვაჭრობისას ისე დისტანციური რეალიზაციისას, ან ხო ფიზიკურად და დისტანციური რეალიზაციისას ორივე დროს მოითხოვება ბიზნეს ოპერატორს მინიმალური საკანონმდებლო მოთხოვნების დაცვა. მაგალითისთვის, აი ეხლა ეს ძეხვი რო შევამოწმოთ ჩვენ იმ რეალიზატორისგან, სადაც დიდი ალბათობით მათაც ექნებათ თავიანთი საიტი, შეამოწმოთ 90% ალბათობა იმის, რომ ინგრედიენტების ჩამონათვალი თუნდაც არ ეწერება და შემოფარგლულები არიან მხოლოდ სურათით და დასახელებით. რეალურად ეტიკეტზე რაც არის დატანილი, ის უნდა იყოს ცალკე ველში აღწერილი, იქნა გამომდინარე, რომ ადამიანი, როდესაც დისტანციურად იძენს ამ ყველაფერს, მას უნდა კონდეს რაღაც ინფორმაცია, რომ პირობითად რაღაცა ალერგენ შემცველი პროდუქტი არ იყიდოს. ამის გარდა ისევ 301-ს დაუბრუნდებით, ჩამოთვლილი არის იქ უფრო შედარებით მცირე ნუსხა, ვიდრე ეს ფიზიკური ვაჭრობისას მოითხოვება ბიზნეს ოპერატორს, თუმცა ამ მინიმალურ კრიტერიუმებსაც არ იცავს მოკლედ ბიზნესი და ამას ხვდებით როგორც ესე ვთქვათ დელივერი სერვისებში, ისე ჩვეულებრივ მარკეტებში, რომლებსაც უკვე შექმნილი აქვს თავიანთი ვებსაიტები და ნებისმიერი სხვა ესე ვთქვათ მსგავსი სერვისის მიღების დროს. ხო, ესეც გამგებმა გაიგოს მოკლედ. აი იდე რა მინდოდა მეკითხა, იცი, აი რაღაც პროდუქტებზე შემხედრია, რომ აი რაღაც ხელს უწყობს გულსის წარღვთა სისტემის მიმოქცევას და ანუ ეგ შეიძლება რომ არ შეიძლება. აკრძალულია პირდაპირ წერია 301 დადგენილებაში მოხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების წესს, რომელიც არეგულირებს, რომ აკრძალულია სურსათზე ნებისმიერი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული განაცხადის გაკეთება. სამწუხაროდ აი
ტელევიზიები განსაკუთრებით ძალიან ხშირად არღვენ ამას ინფლუენსერები მათ შორის არხალი ჭამე და სურსათმუნელობის სპეციალისტებისგანაც მომისმენია ეს ყველაფერი რომ აი ვითომ რაღაცას უნელსანელებელი კიბოს რისკს ამცირებს და ასე შემდეგ. ანუ სურსათი არ არის წამალი და მსგავსი ესე ვთქვათ აღნიშვნების გამოყენება დასაშვებია მხოლოდ მინერალური წყლებისთვის და განსაკუთრებული კვებითი დანიშნულების სურსათისთვის. მაგალითად კონკრეტული სურსათი თუ არის დიაბეტიკებისთვის შექმნილი და ასე შემდეგ. შეუძლებელი სურსათი არ შეიძლება. გლუკოზა და ხო, ну თუ სპეციალური ჩვენებით არის, მაგ შემთხვევაში სავალდებულოც იქნება ალბათ დატანებული. ხო, არეკლამებენ ერთ ეგეთ პროდუქტს არ დავასახელებ. ტექნიკურად ეგენც არ არღვევენ შეიძლება ესე პირდაპირ, მაგრამ შეცდომაში შეყვანა არის ეგ პირდაპირ და ხო, ამას მე შეცდომაში შეყვანა ბრენდი არ ვთქვათ, მაგრამ რა პროდუქტზე არის ლაპარაკი? შაქარი. შაქარი, რომელიც ნამდვილად შაქარს შეიცავს და ტორერო არ შეიცავს. შაქარი არის ბიოლოგიურ დონეზე შაქარს შეიცავს, ანუ არ შეიცავს გლუკოზას, შეიცავს რაღაც სხვა შაქრებს, აღარ მახსოვს ჩამონათვალი. ხო და ამის რაღაცა ძალიან ინტენსიური და რეკლამება ხდება. დასახელება აქვს ესეთი კი, რომ მომხმარებელს ეგონება, რომ არგებს მის ჯანმრთელობას. ერთი საკითხი აი ჩემთვის რა, აი როგორც რაღაცა გარედან დამკვირვებლის ამ ინდუსტრიაზე, ხო? აი კი, როდესაც ლაპარაკობ სურსათის უნებლობაზე, აქ ლაპარაკობ კონკრეტულ რაღაცა ეტაპებზე, რომლებიც რაღაც საწარმოო ბიზნეს ოპერატორმა უნდა გაიაროს, რომ ჩაითვალოს მისი პროდუქტი ან სურსათი უსაფრთხოდ, ხო? მაგრამ აი ზოგადად რა, ეს ხო მაინც არ ნიშნავს, რომ უსაფრთხოა, ეხა მე რო აქ ძეხვი მომეტანა, რომელსაც არანაირი დარღვევა არ ქონდა, იმას ხო აქ მაინც შეიძლება ქონდეს ნაჯერი ცხიმი, იმას შეიძლება ქონდეს ისეთი ინგრედიენტი, რომელიც ჩემს ანუ ხანგრძლივადაში ჩემს გულსიზარდთა სისტემას შეიძლება აზიანებდეს ან სხვა ორგანოთა სისტემას აზიანებდეს, ხო? ანუ ის რომ უნებელი არის ასე თქვა ფურცელზე არ ნიშნავს, რომ ზოგადად ნუტრიციულად ანუ მარგებელი არის ჩვენი ორგანიზმი. პირიქით ხო შეიძლება დამაზიანებელი ეფექტი კონდეს. ამიტომ ეს ნუტრიციოლოგიური ნაწილი ცალკე სფეროა და არ ნიშნავს რომ თუ ყველაფერი დაიცვა კარგად ბიზნეს ოპერატორმა ის არ გაუნებს მაინც. შეიძლება იქ ფურცელზე ყველაფერი კარგად არის, მაგრამ თავისთავად ის რაც დაშვებულია, ის შეიძლება იყოს მავნებელი ჩვენი ორგანიზმის. არა მარტო საქართველოში, მთელ სოფლიოში ესე ხდება. ერთი თემა და ამით შეგვიძლია ეს შეფუთვის და ეტიკეტირების ნაწილი ამოვწუროთ, თუ რამე გაგვახსენდება მე მიუბრუნდეთ და ჩვენ მსმენელს უთხრათ რომ კომენტარებში დაგვიწერონ თუ რამე გამოგრჩა ისეთ მნიშვნელოვანი და თქვენთან ერთად უპასუხოთ როგორც კომპეტენტურ ხალხთან ამ საკითხში უპასუხოთ ამ ჩვენ კომენტარებს. ეს აკრძალული ნიუტრირებების გამოყენება კონკრეტულ პროდუქტებში. ასევე თქვენი ვიდეო ნახე, საუბრობთ სვის პროდუქტებში, მაგალითად ფერის მიმცემი ნიუტრირებების გამოყენებაზე. ანდრე, აი აქ ეს რამდენად დაშვებული არის ჩვენ ვიცი რომ ანუ ჩვენი კანონმდებლობა ფაქტობრივად იმეორებს ევროკავშირის კანონმდებლობას, სადაც კონკრეტული ნიუტრირებები აკრძალულია, არადა ეს ნიუტრირებები ჩვენ ბაზარზე გვხვდება. აქ რასთან გვაქვს საქმე და მათ შორის მინდა იმ кейსაც შევეხოთ, აი ბოლო დროს გახმაურებულს კალმახები რო რეგულად საღდება ფერის გამო და ჩვეულებრივ მომხმარებელს არც აქვს იმის უნარი რომ გაარჩიოს, აი ეგ кейსიც თუ შემთხვევაც მინდა რომ გავარჩიოთ. კი, кейსი რომელზეც საუბრობ, ეგ იყო ხიზილალაში, ერთ-ერთი ხიზილალის იმიტაციაში, იყო სინთეტიკური საღებავი E100, იგივე Sunset Yellow, რომელიც დაშვებული არის ევროკავშირის ნუსხაში შედის ჩვეულებრივად ეს საკვებდანამატი, უბრალოდ ესე ვთქვათ კონკრეტული კატეგორიის სურსათია დასაშვები გამოყენება კონკრეტული დოზებით, თუმცა აუცილებელია ამ საღებავის გამოყენებისას ბიზნეს ოპერატორმა გარკვევით ეტიკეტზე დაიტანოს ინფორმაცია, რომ მან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ბავშვთა ყურადღებიანობასა და აქტივობაზე. ანუ ეს ინფორმაცია უნდა იყოს გამოკვეთილად, რომ მომხმარებელმა მიხვდეს, რომ ეს ბავშვს არ უნდა მიაწოდოს ეს სურსათი, იმიტომ რომ პირდაპირ ესე ვთქვათ დადგენილია, რომ ეს საღებავი უარყოფითად მოქმედებს მას. ამ შემთხვევაში ჩვეულებრივად დატანილი იყო ეს საღებავი ინგრედიენტების ჩაუნათვალში, თუმცა არ იყო ეს აღნიშნა, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ეს მომხმარებლის შეშფოთებას იწვევს. ასევე შევხვდით მსგავსი E100-ის გამოყენებას საბავშვო ნაგეტსში, რომელსაც რაღაც ბავშვის სათამაშოები და ესეთი დინოზავრები და ესეთი ვიზუალი აქვს, რომელზეც ასევე დატანილი იყო თან ერთის ეტიკეტზე ეწია
ისეთია, რომ არ შეიცავს საკვებ დანამატებს და მეორეს მხრივ დიდად ეწერა ეს არ შეიცავს საკვებ დანამატებს და ინგრედიენტების ჩამონათვალში წვრილად აწერია სინთეტიკური საღებავი EASA-ი. ეს რა თქმა უნდა მომხმარებელი პირველ რიგში ამ დიდად დაწერილ საკვირდება, რომ არ შეიცავს საკვებ დანამატებს და შეიძლება თავის ბავშვს ესე ვთქვათ, ხო. აი მანდ ერთ რაღაცას დავამატებ, რომ ანუ ეგ ხიზილალის იმიტაციაში რაც მოხდა, ერთის მხრივ შეიძლება იყოს იმის გამო, რომ ძალით არ დაიტანა ვიღაცამ, მაგრამ მეორეს მხრივ შეიძლება იყოს, რომ უბრალოდ თარგმნა ბელორუსული პროდუქტი იყო მგონი და ბელორუსიას ხო არა აქ ევროპული კანონმდებლობა შესაბამისად იქ შეიძლება არც იყოს საერთოდ მოხსენიებული რომ შეიძლება უარყოფითად მოქმედებდეს ბავშვთა ჯანმრთელობაზე. მან მეორე ამ ეტიკეტირების რო ძალიან გასთვალისწინებელი რამ არის რომ სპეციალისტები არ აკეთებენ ამას უმეტეს შემთხვევაში სადისტრიბუციო კომპანიებს ეხება რა ეს უმეტესად არც ჩვეულებრივი არა პროფესიონალი არაკომპეტენტური ადამიანი ზის უგზავნის ვიღაცა მომწოდებელი ეტიკეტს Google Translate-ით თარგმნის და პირდაპირ რაც გადმოვა იმას იტანს ეტიკეტზე. აი ერთი კურიოზული ის არის ერთ-ერთ ეგეთ იმპორტირებულ რაღაცა თხილის მიქსზე ფეითი იყო ნათარგმნი როგორც მსუქანი პირდაპირ და პირდაპირ გადმოტანილი იყო ეს ეტიკეტზე. ანუ ამას ვიღაცა უნდა მიაქციოს ყურადღება და ეგ უნდა გაიაზროს ბიზნესმა რომ ანუ ზოგადად აი ეს ეტიკეტირების თემა არ არის რა თამაში და ვიღაც ცოტა სერიოზულ ადამიანს კომპეტენტურ ადამიანს უნდა გააკეთებინა მოკლედ. ო, იმენა სატირალი არის, რო არ იყოს. აი ზუსტად მაღაზიაზე მინდოდა, ეხლა ჩემი ეს ეტიკეტის თემა რო შედარებით მოუკრათ თავი და გადავიდეთ ახალ თემაზე. აი თქვენი იმპულსი რა იყო, რომ აი ეს საქმიანობა დაგეწყოთ, ხო? აი ამ ჯაჭვი არის, ხო? აი მას მაგალითად წარმოების ჯაჭვი თუ იმპორტირებული არ არის, აი farm to fork რასაც ქვია, ხო? აი ფერმიდან სუფრამდე შეგვიძლია ესე ქართულად ეგრევე თარგმნოთ. აქ რამდენი ჯაჭვია ხო პირველადი წარმოება, მერე გადასამუშავებელი საწარმოო და ბოლოს ეს ან მაღაზია, ან საკვები ობიექტი, რესტორანი იქნება თუ ასე შემდეგ, ასევე იმპორტი, ამ ყველაფრის კონტროლი. აი თქვენ მე რო არ ვილაპარაკო რა, მე რას ვხედავ დისტანცირებად, თქვენ სად დაინახეთ ყველაზე ისეთი კრიტიკული რაღაცა პრობლემები სადყვირო და რის გამოც აი გადაწყვიტეთ რომ ჩვენი პროფესიული საქმიანობის კალაპოტი აი აქეთ ხარეს უნდა შევაქციოთ მოკლედ და დავიწყოთ აი კონსულტირება სხვადასხვა ბიზნესთან და მხილება მათ შორის სხვადასხვა ოპერატორის და ასე შემდეგ. აი რა იყო თორნიკე ეს რაღაცა კრიტიკული ტერმინი? ხო, იქიდან გამომდინარე რომ ზოგადად სტუდენტობიდან უკვე მე და ანდრო ერთად მოვდივართ ერთ კურსებს სწავლობდით ერთ უნივერსიტეტში. აქედან მოყოლებული მოკლედ ანდრო ცოტა სხვა მიმართულებით იყო, უნებლობის მიმართულებით, მე ტექნოლოგიის მიმართულებით და როდესაც უკვე მოგვიწია ერთ სამუშაო გარემოში ყოფნა, რაღაცა კოლეგიალურად უფრო ხშირად გვიწევდა ურთიერთობა, ესე ვთქვათ, ხედავდით იმ პრობლემებს რეალურად, რომ სხვადასხვა ბიზნესი მოკლედ არ იცავდა ამ ყველაფერს, ამის გარდა ძალიან ხშირად ხვდებოდით, ასე ვთქვათ, არაკომპეტენტურ თუნდაც სურსათმრულობის ექსპერტებს, რომლებიც სამწუხაროდ დღემდე მუშაობენ და გაგვიჩნდა სურვილი და ამბიცია რეალურად იმის, რომ ჩვენს გამოგვეხატა ჩვენი თავი, იქიდან გამომდინარე ჩვენ თუ ამას ვხედავთ, ხალხმაც უნდა დაინახოს ეს, იმიტომ რომ ანუ ეს ცოდნა მხოლოდ ჩვენ თუ დაგვრჩა არ გვარგებს არაფერს. და ამას რეალურად კომერციული, ესე ვთქვათ, გზა მივეცით, რეალურად ამ კომერციულ გზასთან ერთად ვეხმარებით რეალურად ხალხს და ეგრე ვთვლით, რომ ვეხმარებით ნამდვილად და რაღაც შედეგები მართლა მოვაქვს ჩვენ ვიდეოშიც ვისაუბრეთ ამაზე და ხო ერთი რაღაცა რაც მინდა აი ისე გარკვევით თქვა, აი ამ პერიოდის განმავლობაში რაც დავიწყეთ ესე კონსულტირება, კომერციულად მუშაობა, ძალიან ბევრი ადამიანი მოვიდა და გვეუბნება რომ აი ესეთი მიდგომით ჩვენ ვერ ვიშოვით კლიენტებს ესე რომ ვთქვათ და აი მანდ ერთი ძალიან დიდი რაღაცა ავიწყდებათ. რეალურად ჩვენ ისეთ კონტენტს ვქნით და ესე ვთქვათ, ისე ვააშკარავებთ ამ ბიზნეს ოპერატორებს, ვინც ჩვენი კლიენტი არასდროს არ გახდება. თუ ადამიანი, თუ ბიზნეს არ უნდა რეალურად გაითვალისწინოს ესეთი მინიმალური რაღაცეები, ის ჩვენი კლიენტი უბრალოდ არ გახდება და მათ უმეტეს შემთხვევაში ძალიან დიდ კომპანიებზე გვგსაუბარი, აქვთ ისედაც რესურსი, რომ ყავდეთ თუნდაც შიდა აუდიტები არ წარმოდგა. თუმცა ნებით თუ უნებლიეთ ამას არ აკეთებენ და რა მიდგომაზე რა მიდგომას გულისხმობენ, როცა მიდგომის იმაზე გეუბნები, რომ აი ესე ვერ ხო, ნუ აი რომელიღაც ბიზნეს ოპერატორის, ესე ვთქვათ,
გამოჩენა, სააშკარაოზე გამოტანა, რომ აი თქვენ ცუდი რაღაც დაანახეთ ხალხს და ამის გამო თქვენ სამომავლოდ არ გეყოლებოდ. ეხლა ყავს ამჟამადაც და გვეყოლება კიდე, იმიტომ რომ ბევრი ადამიანი ცივილიზებული ხალხი ვართ ქართველები და ჯერა მაგის რომ ჩვენი მუშაობით რაღაცა უკეთეს შევძენთ საზოგადოებას. ხო, და თან ანუ ეს კონტროლის მექანიზმები მე როგორც თქვი, ანუ ეს კონტროლის მექანიზმები ასე თუ ისე, ეხა მეტნაკლებად მაინც ექვემდებარება, ხო, ეხა მე რო დავიწყო სურსათის სფეროში, რა ქვია, საქმიანობა, აუცილებლად მოგმართავდით თქვენ, რა, იმიტომ რომ მინდა რომ როგორც პასუხისმგებლობიან ბიზნესს მენდომებოდა რომ ყველაფერი წესრიგში მქონოდა. რაც ხო, მესმის რომ ზოგიერთს არ აწყობს თუნდაც ეს მარკეტინგულ ხრიკებს რაც იყენებს ვეღარ გამოიყენებს რა ხარჯი ეს მოკლედ დაალაგებული აქვს საქმე რა ხო და ეს დაალაგებულობა არ გამოვა იმიტომ რომ ადამიანებს აქვს სრული უნდობლობა ფაქტობრივად სრული არა მაგრამ აი არენდობიან არც იმპორტირებულ პროდუქტს არც ადგილობრივ წარმოებას არც ამ კონტროლს და აუდიტის რაღაცა აუდიტს რაც ჩვენთან ტარდება და სწორედ ეს იწვევს იმას მერე რომ აი ძალიან დიდ პარალელებს ვავლებ ხოლმე მედიცინასთან მაგალითად ჩვენთან ექიმებს სახელი ისე აქვთ გატეხილი რომ მე ჩვეულებრივი პაციენტი მიდის ექიმბაშთან რომელიც რაღაცა მცენარეულით დაპირდება განკურნებას უკეთესად მიიღებს თავის თბილ სამოთახიანში ვიდრე კაბინეტთან გაოდინებენ 1 საათი და ბოლოს პლაცებოს ანუ არაფერს მოგცემს რომელიც არ გიშველის და გამოგისტურებს უგან შენ ის არის შეიძლება ვერ გიშველო ვერც ერთმა ვერ გიშველო ვერც მე და იმ ერთმა კარგად მაინც მიიღო ეგეთი ვარიანტია და აქ კიდე უარესად არის საქმე იმიტომ რომ სურსათის ნაწილში აი პარალელი სად არის რომ შეიძლება აი ქსელურ მაღაზიების იმას არენდობოდნენ მაგალითად ყველის ნაწარმს და წახვიდე და აი ესე ბაზარში ან სად მიიყიდო და მოიწამლო შენ თან იმიტომ რომ ნატურალურზე გაქვს სწორება რომ რახა ნატურალურია კარგია და სოფლის არის და ასე შემდეგ არა და ის უფრო მეტად ნაკლებად კონტროლდება ამიტომ ეს მეინსტრიმული ასე ვთქვათ ძირითადი ინდუსტრიული ხაზები რაც არის ისინი მეტი სანდოობა აქვთ, მაგრამ კიდე უფრო მეტი სანდოობა უნდა გქონდეთ რა, მოკლედ რომ ამ ხალხის ის დაიბრუნონ. აი, რახან კონტროლზე ვლაპარაკობთ, აი, მოდი ვთქვათ, ანდრია, ვის ევალება საქართველოში ადგილზე წარმოებული და იმპორტირებული სურსათის კონტროლი და რა ტიპის კონტროლის მექანიზმები არსებობს და რამდენად რეალურად სრულდება ის რაც ფურცელზე წერია. სურსათის უნებლობის სფეროში ჩვენ სახელმწიფოში კონტროლი ევალება სურსათის ეროვნულ სააგენტოს, რომელიც არის გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის, ასე ვთქვათ, კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი. სახელმწიფო კონტროლის რამდენიმე მექანიზმი არსებობს. პირველი და ყველაზე ასე ვთქვათ მოცულობითი ეს არის ინსპექტირება. ინსპექტირება მოიცავს სააგენტოს ასე ვთქვათ მაკონტროლებელის მიერ კვების ობიექტზე თუ საწარმოში თუ სურსათის ექსპორტის დროს ვიზიტს შეიძლება ჩაატაროს კარგი ჰიგიენის, კარგი საწარმოოს პრაქტიკის აუდიტი, შეიძლება ინსპექტირების დროს მოხდეს ასევე ნიმუშის აღება, ლაბორატორიაში გადამოწმება, ასევე დოკუმენტური შემოწმება, რა დროსაც ხდება ასევე ამ თანდართული დოკუმენტაციის, თუნდაც ეტიკეტირების გადამოწმება. ასევე არის აუდიტი, ცალკე ესე ვთქვათ, ინსპექტირების ცალკე მექანიზმი, რომელიც მოიცავს უშუალოდ ამ HACCP სისტემის აუდიტს, ანუ სურსათის უნებლობის მართვის სისტემა, რამდენად სწორად არის დანერგილი და რამდენად ესე ვთქვათ არის თანხვედრაში საერთაშორისო და ევროპულ პრაქტიკებთან და ეს ინსპექტირება არსებობს როგორც გეგმიური, ასევე არაგეგმიური. გეგმიური ინსპექტირება არის, როდესაც სააგენტოს წარმომადგენლებს რაღაც პორტალში ესე ვთქვათ, კონკრეტულ დღეს ამოუვარდებათ კონკრეტული კვების ობიექტი ან საწარმო და ისინი ვალდებულნი არიან რომ იმ დღის გეგმაში ესე ვთქვათ მივიდნენ ვიზიტზე და გადაამოწმონ მათი შესაბამისობა. შემთხვევით მაგრამ ამაზე წინასწარ შეტყობინება მისდის ბიზნეს ოპერატორს, რომ გეგმიურზე არ მისდის გეგმიურზე. ყველა შემთხვევაში ბიზნეს ოპერატორისთვის სახელმწიფო კონტროლი არის უცნობი. არაგეგმიური ინსპექტირება გულისხმობს, როდესაც მაგალითად მომხმარებელი 15 $-ზე სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელხაზზე დარეკავს და შეატყობინებს კონკრეტული დარღვევის შესახებ, მაგალითად მოიწამლა, მაგალითად
არაჰიგიენური პირობები შეატყო, ამ შემთხვევაში უკვე სააგენტო ვალდებულია, რომ 10 დღის ვადაში მივიდეს ბიზნეს ოპერატორთან, გადაამოწმოს შესაბამისობა და წერილით უკვე მიმართოს ამ საჩივრის ავტორს და ასნობს იყო თუ არა დარღვევა კონკრეტულ ობიექტს. ხო, ანუ მაღალი რისკის რაღაცა ცნობა თუ არის, თუნდაც აი სიტყვაზე რაღაცა ჟურნალისტური გამოძიებით რომ რაღაცა გამოვლინდეს, მაგ შემთხვევაში შეიძლება არაგეგმიური მოკვლევა მოხდეს. და ეს HASP-ის სისტემა რომ ახსენე, რას გულისხმობს ეს HASP-ის სისტემა? უძველეს საფრთხის ანალიზი და კრიტიკული წერტილები, საკონტროლო წერტილები. კი ბატონო, საფრთხის ანალიზი და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა. ეს არის, ესე ვთქვათ, კონტროლის ზომების ერთობლიობა. ან პირველ რიგში მინდა დავყო, ანუ HASP-ის სისტემა ძალიან ხშირად ერევათ, მაგალითად იმაში, რომ ბიზნეს ოპერატორმა უნდა დაიცვას ჰიგიენური პირობები, უნდა გამოიყენოს მაგალითად შესაბამის სარეცხი სადეზინფექციო საშუალებები, საწარმო უნდა დააგეგმაროს, ესე ვთქვათ, შესაბამისად უნდა ჰქონდეს სავენტილაციო სისტემა, მანქანადანადგარები შესაბამისი. ეს არ არის HASP-ის სისტემა. HASP-ის სისტემა ინერგება სწორედ მას შემდეგ, რაც ბიზნეს ოპერატორი აი ამ ყველა ჰიგიენის და ინფრასტრუქტურის მოთხოვნას დააკმაყოფილებს და ამის შემდეგ ბიზნეს ოპერატორი უკვე აკვირდება საწარმოო ტექნოლოგიურ პროცესებს და თითოეულ ტექნოლოგიურ ეტაპზე რა ფიზიკური, ქიმიური თუ მიკრობიოლოგიური საფრთხე შეიძლება წარმოიქმნას. მაგალითად, ვინახავ პროდუქტს მაცივარში, ამ დროს რა საფრთხე მაქვს მიკრობიოლოგიური. ამისთვის რა საკონტროლო ზონა უნდა დავაწესო, მაცივარი უნდა ვაკონტროლო, ტემპერატურა უნდა ვაკონტროლო მაცივრის. შემდეგ უნდა დავაწესო კრიტიკული ზღვარი. მაგალითად, თუ საყინულეში ვინახავ -18 ტემპერატურაზე უნდა შევინახო, თუ მაცივარში ვინახავ +5 გრადუს ტემპერატურაზე უნდა შევინახო. ამის შემდეგ თუ მაგალითად მაცივრის ტემპერატურა დამერღვა, რა უნდა გავაკეთო, ხო? მაგალითად, შევზღუდო მაცივრის კარის გამოღება, ხელოსანი გამოვიძახო, თუ ასე ვთქვათ, შევატყერო პროდუქტმა ისეთ ტემპერატურას მიაღწია, რომ უკვე უვარგისია, ესე ვთქვათ, როგორ უნდა მოვახდინო ამის უტილიზაცია, მომხმარებლის საჩივარი როგორ უნდა დავარეგისტრო და ძალიან დიდი როლი აქვს ასევე საფრთხის ანალიზის და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემაში ჩანაწერებს, რომ ნებისმიერი, ესე ვთქვათ, ეს საფრთხის შემცველი პროცესი და კონტროლის ზომები უნდა იყოს აღრიცხული დოკუმენტურად და ესე ვთქვათ, ეს არის ესე ვთქვათ ერთადერთი დამადასტურებელი ესე ვთქვათ საბუთი იმისა, რომ მე ესე ვთქვათ დანერგილი მაქვს ეს საფრთხის ანალიზის და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა და აუდიტის დროს ესეც მოწდება, რომ წესით უნდა მოწდებოდეს უფრო სწორად, რომ რამდენად დაცული არის HASP-ის სისტემის ესე ვთქვათ, რამდენად იცავს კონკრეტული ბიზნეს ოპერატორი აი ამ ეტაპებსაც, ხო, ამ საკონტროლო წერტილის იმას დაცვას. კეთილი. აი ხა უყურებდა 2024 წლის ანგარიშში მითითებულია, რომ სულ ჩატარდა 9200 ინსპექტირება, აქედან 6100 იყო გეგმიური, არაგეგმიური 3100. დარღვევის გამოვლენა 870, ანუ 9.5%-ში გამოვლინდა დარღვევა. დაწესდა 1800 სანქცია, სულ აქედან 1428 იყო გაფრთხილება, მხოლოდ ჯარიმა იყო 156, საქმიანობის შეჩერება 106 და პროდუქტის ამოღება 153. ნუ ეს გაფრთხილება 1428 არის. ძალიან ცუდად ხდება თვალს და ყურს. აი ამ ნაწილზე მაინტერესებდა თორნიკე, ანუ სიტყვაზე გამოვლინდა დარღვევა რა. და დარღვევის ალბათ სხვა ხარისხი არსებობს. კიდე ერთი არის, რომ რაღაცა მაცივარში შეიძლება რაღაცა ისე არ მიდიოდეს, შეიძლება ისეთი დარღვევა იყოს, რომელიც პირდაპირ საფრთხეს უქმნიდეს ადამიანის ჯანმრთელობის, არა ხანგრძლივად, არამედ მყისიერ საფრთხეს უქმნიდეს ადამიანის ჯანმრთელობას, ხო? ამ შემთხვევაში როგორი სანქციები მუშაობს, იმიტომ რომ მე გამიგია, რომ ეს ინფორმაციაც მაქვს, რომ ხალხი რას ამბობს, რომ ნუ აი სულ რომ დაარღვიოს ამ დიდ ბიზნესს, მაგალითად, არც აინტერესებს, იმიტომ რომ სანქციები იმდენად სუსტია, რომ ეს შემაკავებელ ბერკეტად არ გამოდგება, მოკლედ იმაში, რომ ეს დარღვევები არ ქონდეს განმეორებითი ხასიათი. კი ბატონო. ხო, სანქციებს რაც შეეხება, სხვადასხვა, ნუ მოდი ისე ვთქვათ, ძირითადად გაფრთხილება როგორზე გავწიოთ, არის ჯარიმა და საქმიანობის შეჩერება, ან რაღაც კონკრეტულ წარმოების კონკრეტულ უბანზე, ასე ვთქვათ, გაჩერება ამ კონკრეტული უბნის. ხო, ჯარიმები სხვადასხვა ოდენობით არის, თუმცა რო შევადაროთ მაგალითად
იმ მოგებას, რასაც დიდი კომპანიებს აქვს, იმათთან შედარებით კი ნამდვილად მიზერულია ის ჯარიმები, რაც კანონმდებლობით არის გათვალისწინებული. ჯარიმები შესაძლოა, ესე ვთქვათ, არასწორი ეტიკეტირების გამო, ინფრასტრუქტურის ინფრასტრუქტურაში რაღაცა მცირე დეტალის გამო შეიძლება დაჯარიმდეს ბიზნეს ოპერატორი, რაღაც დარღვევა რო ქონდეს მაგალითად სანიტარო ჰიგიენა შეიძლება რაღაცა კაფელი იყოს რაღაცა ჩატეხილი ასევე შესაძლებელია რაღაც კონკრეტულ უბანზე სადაც აღინიშნება რაღაცა სერიოზული ინფრასტრუქტურული დარღვევები საერთოდ გააჩერონ როგორც თქვი ეს კონკრეტული უბანი მაგალითად თუ კამერა მაცივარში პირობითად ჟანგები არის ჭერზე და შეიძლება მოხვდეს უშუალოდ სურსათში ამის გამო შეიძლება ის კამერა მაცივარი საერთოდ დაულქონ რაღაც პერიოდის განმავლობაში სანამ ბიზნეს ოპერატორი არ გამოასწორებს ამ ინფრასტრუქტურულ პრობლემებს. ეხლა ზუსტად დაიდო სტატისტიკა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ, ანუ ყველაზე მეტად ჯარიმები მაინც იწერება ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის განახლების ან საერთოდ არ ქონის გამო, ანუ ესე ვთქვათ, რაც პირდაპირ არ არის რა მარტივად რო ვთქვათ დაკავშირებული წარმოებასთან. რეალურად ჩვენ როგორც უყურებთ ამ ყველაფერს, ანუ უნდა იყოს პირდაპირ პროპორციული, რა თქმა უნდა, კომპანიის შემოსავალთან, რადგან მაგალითისთვის პატარა სასაკლაოს, რომელსაც 1000 სული 1000 ფთა ყავს პირობითად დასაკლავი და დიდ სასაკლაოს, რომელიც არ ვიცი, ყოველ დღე შეიძლება 10000-მდე ქათამს კლავს, ერთი და იგივე დარღვევის გამო, ერთი და იგივე თანხით არ შეიძლება დაჯარიმდეს. ზოგადად საქართველოს კანონმდებლობაში ეს პრობლემა თითქმის ყველგან არის, იმიტომ რომ ერთი კონკრეტული სტატიკური ჯარიმაა, ყველასთვის ხო ფიქსირებული ჯარიმაა ყველასთვის და ყველაზე ეს ვრცელდება. ვიღაცებს შეიძლება უღირდეთ, რომ საერთოდ არ გადაიხადონ ეს ჯარიმა, აი მაგალითად სასაკლაოებზე გამომახვილებ ყურადღებას ის არა რეგისტრირებული სასაკლაოები, რომლებიც კლავენ სხვადასხვა ცხოველს თუ ფრინველს, მათთვის არის ჯარიმა 1000 ლარი. და ეს 1000 ლარი შეიძლება პირდაპირ მათემატიკურად რომ მივუდგეთ, უფრო უღირს ვიღაცას არარეგისტრირებულ სასაკლაოს ბიზნეს ოპერატორს, ვიდრე ამ ცხოველის თუ ქათმის წაყვანა და სასაკლაოზე საბუთით დაკლას, იმიტომ რომ იქ რაღაცა ერთი სული, ერთი ფრთა ქათამი, ერთი ლარი ღირს და უფრო მეტი გამოდის საბოლოოდ და უძვირებს საბოლოოდ უძღირებულებას. როგორც ჩვენ ჩაწერამდე ვამოვიდეთ მაგალითი რომ მოვიყვანეთ, აი მშენებლობის დროს კოეფიციენტზე რა, ეს კოეფიციენტის იმას რომ არ ღვევდნენ მშენებლობის დროს, ის ჯარიმა არის გადახდათ უწევდათ, უღირდათ, იმიტომ რომ ის ფული რაც ბინების გაყიდვით შოულობდნენ, გაცილებით მეტი იყო ვიდრე ის ჯარიმა, რა, რაღაცა იგივე პრინციპი და განსხვავებით ევროკავშირის ქვეყნებისგან, სადაც შემოსავლების პროპორციული არის ეს სანქციები, ხო და ჯარიმები. კი, და სწორედ ეგ არის რეალურად სწორი ფორმა, რაც საქართველოშიც უნდა მოქმედებდეს, მაგრამ სამწუხაროდ ეგეთ რეალობაში ცხოვრობთ, რომ ფიქსირებულია მოდულის ჯარიმა ყველას. კი ბატონო, და რაც შეეხება იმ იმპორტირებული სურსათის კონტროლს, აქაც იგივე პრინციპი მუშაობს რეგულირების თუ საზღვარზეც რაღაცა დამატებითი ბარიერი კი არა და რეგულაცია მუშაობს თუ აი ეგ როგორ ლაგდება? იმპორტირებულ სურსათზე ძირითადი პასუხისმგებლობა სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად შემოსავლების სამსახურსაც ეკისრება და იმპორტის ფარგლებში ძირითადი ყურადღება სამწუხაროდ მაინც ასე ვთქვათ რაღაც ბიუროკრატიულ დოკუმენტაციაზე מחულდება. აუცილებელია რომ მაგალითად ცხოველური წარმოშობის სურსათს ჰქონდეს ვეტერინარული სერტიფიკატი და ამ სერტიფიკატში მითითებულია რომ კონკრეტულ პარტიაზე ჩატარდა ლაბორატორიული კვლევა კონკრეტულ კრიტერიუმზე და ეს პროდუქტი კეთილსაიმედო არის. ხშირ შემთხვევაში შეიძლება მხოლოდ აი ამ დოკუმენტაციის საფუძველზეც განმოკვეთოს საზღვარი პროდუქტმა და შერჩევითობის პრინციპით გარკვეული პერიოდულობით ეს არ ნიშნავს იმას რომ ყოველ პარტიაზე და ყოველ ესე ვთქვათ შეუძლებელიც არის რა თქმა უნდა ხდება გარკვეულწილად ნიმუშების აღება და კვლევის ჩატარება თუ გვაქვს რა თქმა უნდა შესაბამისი ესე ვთქვათ აკრედიტებული ლაბორატორია. აი მაგაზეც გადავიდეთ, მაგრამ აი მაგაზე არის უწუხილი რომ საიდან რა შემოდის და რა სჭამთ არ ვიცით ხალხო რა და კი ანუ ნაწილობრივ ეთანხმები რომ ხა სიტყვაზე რაღაც ქვეყნები არის იქ შეიძლება
კორუფციით ვიღაცამ დაარტყას ბეჭედი, რომ ეგ არის სუფთა რაღაცა სერტიფიცირებული, მოკლედ ყველანაირი გავლილი აქვს უნებლობის პროცედურა და ჩვენ გამოდის რომ ფაქტობრივად იმ ქვეყნის კორუფციულ რაღაცა სისტემას ვენდობით, როდესაც აქ ვატარებთ ამ იმპორტირებულ პროდუქტს, ხო ესეა? კი, და როდესაც არაევროპული ქვეყნიდან შემოდის ჩვენთან სურსათი, რა თქმა უნდა, უფრო მეტი რისკი არის გამოდის არაევროპული ქვეყნებიდან პროდუქცია, ხო ასე? კი. რაღაც რადიკალური სხვაობა არის ევროპიდან და არაევროპული ქვეყნებიდან შემოსული პროდუქცია. ხო, აი ლაბორატორიების კი ბატონო, ლაბორატორიების ნაწილზე რომ მივიდეთ, აი საზოგადოებაში როგორი განცდა არის, აი თქვენს დამეთანხმებით ალბათ, მეც აღწერ რომ ერთი მხრივ თქვით რომ ერთი უკიდურესობა არის, როდესაც საერთოდ ბიზნეს ოპერატორი არც არის რეგისტრირებული და არანაირი შემოწმება თუ რეგისტრირებული არ არის, ვერც შეამოწმებენ იმას, ხო, როგორც წესი თუ არაგეგმიურად რაღაცა ვიღაც არ დაზარალდა და იქ რისკის შემოწმების გამო არ მივიდნენ და მეორე მხარეს განცდა არის, რომ აი დიდი მწარმოებლები, ბჭყალებში ვიტყვი, დაკრიშულები არიან, ასე ვთქვათ და იმაზე ეს რა ქვია, შემოწმებები და ეს მოკლედ ეს რეგულაციები არ მოქმედებს ფაქტობრივად, ხელს ჩაკიდებულები არიან, ან ეს სანქციები ისეთი სუსტია, რომ მოკლედ აზრიც არა აქვს რა, გინდა დარღვევა გამოუვლინდეთ, მაინც უღირთ, იმიტომ რომ აგრძელებენ ჩვეულებრივად ფუნქციონირებას. ასეთ შემთხვევაში აი ხალხს უჩნდება განცდა რომ აი რა გავაკეთო მაშინ სრულ აი კონტროლი საერთოდ არ მაქვს რა და აი თუ გვაქვს იმის ბერკეტი რომ სიტყვაზე ჩვენ მოქალაქეები რომელიც დაინტერესებული და უნდა რომ გაარკვეს აი ან კონკრეტულ პროდუქტში რამხელა არის ნიტრატის შემცველობა ან პესტიციდების ან რაღაცა მიკრობიოლოგიური დაბინძურების დონე როგორი არის რომ აიღოს ეს ნიმუში თვითონ ამაზე სკეპტიციზმი მომისმენია რომ არ შეიძლება უბრალოდ მოქალაქემ აიღოს ნიმუში, იმიტომ რომ არ იცის იმან როგორ უნდა აიღოს და ვერ ჩაითვლება ვალიდურად ის რეზულტატი, რასაც ის მიიღებს და აიღოს ეს სადღაც საქართველოს ფარგლებში მაგალითად ლაბორატორიაში, რომლის დასკვნაც შეიძლება საფუძველი გახდეს, რომ ამ კონკრეტულ საწარმოს შეუჩერდეს ამ კონკრეტულ პროდუქტის გაყიდვის უფლება და ასე შემდეგ. აი გამოსავალი გვაქვს? ხო, გამოსავალი მაგაში დაგეთანხმებით, რომ უნდობლობა არის და უნდობლობა ლაბორატორიების მიმართ ანუ საკმაოდ რეალური რაღაცაა, იმიტომ რომ ჩვენც ახლა პრაქტიკაში რასაც შევხვდრივართ, შეიძლება ერთ და იგივე ნიმუში მიიტანო სხვადასხვა ლაბორატორიაში და განსხვავებული რეზულტატი მიიღოს საბოლოოდ. ამის გარდა, ანუ ახლა არ შევეხები შენს მიერ ნახსენებ კონკრეტულ კრიტერიუმებს, ახლა მაგალითად პესტიციდები, თუნდაც მიკრობიოლოგიური დაბინძურება, ეს ვთქვათ ყველაზე ხშირად ჩატარებადი კვლევებია და ამაზე მეტნაკლებად სწორ რეზულტატებს იღებენ ქართულ ლაბორატორიები. აქ უფრო დიდი პრობლემა არის რეალურად აი ეს ახალი რეგულაციები, რაც შემოდის და რაც უფრო ემთხვევა ჩვენი კანონმდებლობა ევროპულს, მით უფრო რთული ხდება თან აყოლა ამ ინდუსტრიის მხრიდან, იმიტომ რომ ვერ მოწმდება და არ მოწმდება, მათაც აქვთ რეალურად რაღაც საფუძველი, კომერციული მხრიდან რო შევხედოთ, რაღაცა ისეთ მაგალითად აი ეხლა ქათამზე და ორაგულზე რა შემთხვევებიც იყო, რომ რაღაც აღებავის დონე უნდა იყოს განსაზღვრული, ამას ვერ ამოწმებენ და არ ამოწმებენ, იმიტომ რომ არ უღირთ უნდა მოიტანო რეალურად ეს აკრედიტაცია რო აიღო რაღაც თანხა გიждდება და ეს თანხა საინახაც უნდა ამოიღო ესე რომ ვთქვათ და ძალიან ცოტა კვლევა თუ ჩატარდება არ უღირს ლაბორატორიებს, ამის გამო კიდე ძალიან ბევრი კვლევა რეალურად არ ტარდება საქართველოში. ნუ ამას ემატება ის რომ შეიძლება რაღაცა დანადგარი ჭირდებოდეს ამ ყველაფერს, ეს დანადგარი კიდე თანხებთან არ არის დაკავშირებული და ესე რომ ვთქვათ, ის შედარებით უფრო დეფიციტური კვლევები, რაც მართლა არის საჭირო, მით უმეტეს ისეთი იმპორტირებული ქვეყნებიდან, რომელიც არ არის ევროკავშირის, რომლებიც არ არიან ევროკავშირის წევრები, დიდ საფრთხეს ქმნის. დანარჩენ შემთხვევებში ლაბორატორიებთან ჩვენ რა პრობლემაც გვაქვს რეალურად არის ის, რომ სხვადასხვა რეზულტატი შეიძლება მიიღო და მაგალითად დამოკიდებული იყო სხვადასხვა ესე ვთქვათ ლაბორანტის კომპეტენციაზე, ვიღაცა შეიძლება იმ მიმართულებით უკეთესი უფრო კომპეტენტური ლაბორანტი ყავს და უკეთეს პასუხებს იღებ. ამის გარდა უნდა შევეხოთ სამწუხაროდ მაგასაც, რომ არის ისეთი ლაბორატორიები დღემდე, ვისაც აქვს აკრედიტაცია, მაგრამ
არასანდოა საბოლოოდ მაინც სხვადასხვა მიდგომების გამო შეიძლება ის პასუხი საბოლოოდ ისე ჩაწეროს, რომ საერთოდ ან კვლევა არ ჩაატაროს, ან რაღაცა სხვა დაემართოს ამ მუშა პროცესში და ანუ აკრედიტაცია არ ნიშნავს სწორი მეთოდოლოგიის და სწორად მუშაობას. შეიძლება აკრედიტაცია მოიპოვა და მერე მოკლედ ესე არაკეთილს ინიციერად საქმიანობა. კი. დანარჩენ შემთხვევაში რაც არის ახლა მაგალითად აი თუ მომხმარებელს პირობითად უნდა რომ წაიღოს რაღაც ნებისმიერ ნიმუში და შეამოწმოს სხვადასხვა კრიტერიუმზე შეუძლია მაგალითად აქვს რომელიღაც ლაბორატორიებს კონსულტაცია შეუძლიათ გაიარონ თუ როგორ უნდა აიღონ ეს ნიმუში, მე როგორ ტრანსპორტირება როგორ უნდა მოახდინონ, აი ამ რაღაცა მინიმალურ დონეზე კომუნიკაციის შემდგომ შესაძლებელია მსგავსი რაღაც შემოწმება. არის ასევე ლაბორატორიები, ვისაც აქვს მომსახურება, როდესაც შეუძლია თვითონვე მოვიდნენ აიღონ ეს ნიმუში ისე როგორც წესია და თვითონვე წაიღონ ლაბორატორიაში და აი ეხლა შემოდის რეალურად ახლა იმ კვიდრებს ბაზარზე ფეხს აი ესეთი სერვისები და უფრო სამომავლოდ ტენდენცია იქნება რომ უფრო გამარტივდება მოკლედ ეს პროცესი ვიღაცას თუ რაღაც ეჭვი დაებადება სხვადასხვა პროდუქტზე შესაძლებელი იქნება რომ რეალური რეზულტატი მიიღოს მოკლედ იმ მინიმალურ კრიტერიუმებზე რაც გათვალისწინებულია. კეთილი. და აბა ეს სახელმწიფო ნიმუშების რო იღებს, მე სადმე აქვს თუ არც ერთი ლაბორატორია სანდო არ არის ბოლომდე. რაზეც არ ტარდება კვლევა, ადგილზე ამ შემთხვევაში მიდის ევროპულ ლაბორატორიებში და რაზეც ტარდება კვლევა ადგილობრივ ლაბორატორიებში. ასევე მინდა აი ლაბორატორიების საკითხში დავამატო აი კრიტერიუმების შერჩევის საკითხი რა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როცა გინდა რომ დაადგინო ესე ვთქვათ რამდენად უნებელია სურსათი, სწორად შეარჩიო ეს კრიტერიუმები და ჩვენ მქონია მაგალითად მე და თორნიკეს ესეთი შემთხვევა, რომ ცხოველთა საკვები წაიღო ბიზნეს ოპერატორმა ლაბორატორიაში შესამოწმებლად და ხორბლის ფქვილის კრიტერიუმებზე შეუმოწმეს ეს ცხოველთა საკვები, ანუ როდესაც საერთოდ განსხვავებული საფრთხეები არის ფქვილში და ცხოველთა საკვებში, ხო? და ნუ რეალურად აი ამ კუთხით ძალიან ესე ვთქვათ იკვეთება ხოლმე ხშირად ლაბორატორიების არაკომპეტენტურობა და ძალიან ხშირად ასევე შეიძლება საერთოდ უსაფუძვლო არასაჭირო კრიტერიუმები ჩაგიმატონ ამ კვლევაში იმისათვის რომ ბიუჯეტიც გაიზარდოს და რეზულტატს იღებ რომელიც არაფერში არ გადგება. ეს არ ვიცი რა გამოსავალი ვიქნა და მან აკრედიტირებული იყო ის ლაბორატორიაც მაგ მიმართულებით და ხო მაგიტომ აკრედიტაციას არ აქვს ასე რომ თქვა დიდი მნიშვნელობა. ერთი ვთქვით ეს მაღაზიათა ქსელები და ასე შემდეგ, მაგრამ აი ცოტა რთულად წარმომიდგენია ეს კვების ობიექტებზე როგორ უნდა განხორციელდეს ეს გეგმიური თუ არაგეგმიური აუდიტი იმ გაგებით რომ ახლა მაგალითად მე რომ მივდივარ რესტორანში მაგალითად და რაღაცა შეუკვეთავ, რაც ზეთში იწვევა ფრიციურში მაგალითად, იქ 5 ჯერ ანუ ერთი ზეთით გააკეთეს 40 ჩაყარა თუ ყოველ ჯერზე ცვლიდნენ, აი მაგისი დადგენის ის ფანჯარა სადაა აქ ამ აუდიტში. იდეაში აი ზეთის შემთხვევაში თუნდაც აი საფრთხის ანალიზი და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა HASP-ი გულისხმობს იმას, რომ მე უნდა მქონდეს შესაბამისი ჩანაწერი, სადაც ასე ვთქვათ ვაწარმოებ ჩანაწერს, როდის გამოცვალე ეს ზეთი, ასევე წერ ტემპერატურას, ასევე მაქვს შესაბამისი ზეთის ტესტერები, წესით უნდა მქონდეს ეს ზეთის ტესტერები, რომელთაც შევამოწმებ ამ ზეთში თუნდაც თავისუფალი ცხიმოვანი მჟავების კონცენტრაციას. სურსათეროვნული სააგენტოც წესით ვალდებულია, როდესაც არაგეგმიურად მივა ინსპექტირებაზე, მოითხოვოს ეს ჩანაწერები, მოითხოვოს თუნდაც ის ზეთის ტესტერები და თუ არ ვწდები ეხლა რაც სასიხარულოა შეიძინეს ეს ზეთის აპარატების მათ შორის, რომელთაც გადაამოწმებენ პერიოდულად ამ ინსპექტირებისაც ზეთის ხარისხს. მაგრამ მან ტყუილების ჩაწერაც მოსულობთ რომ მომენტში არავინ არ გამოწვევს. ხო, ეხლა ჩვენ მაყურებელს დასვენა შეიძლება და გაჩნდა კითხვა რომ მე რატო უნდა დავხარჯო სახსრებრივ რაღაც ლაბორატორიაში ვამოწმო, ეს სახელმწიფოს პრეროგატივაა და ანუ ჩემი საერთოდ არ არის რა, ჩემამდე უნდა მოვიდეს ხარისხიანი უნებელი პროდუქტი. უბრალოდ აქ
ის უნდა ითქვას, რომ ეს პრობლემა არის მთელ სოფლიოში, რომ იმდენი ბიზნეს ოპერატორი ფუნქციონირებს, რომ ამ დარჯის მიდგომიდან ყველა არის გადასული თანამშრომლობის მიდგომებზე. ხა ჩვენ ბევრი გვაკლია, მაინც კიდევ რაღაცა დავეციოთ ამ ევროკავშირის ქვეყნებს და უნდა დავეციოთ, იმიტომ რომ ეს ვალდებულებაც აღებული გვაქვს, ხო, ასოცირების ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ნაწილში, მაგრამ როდესაც წარმოვიდგენთ, რომ სოფლად და მოსახლეობის თუ არ ვწდები დაახლოებით 40% დღემდე სოფლად ცხოვრობს, ხო? იქ არის სულ მცირე მეურნეობები, საწარმოები, სადაც შეიძლება ერთი ადამიანი სულ რამოდენიმე ასეულ ქათამს ან თითოეულად ძროხას და ხორცს კლავდეს და მერე ყიდეს ეს რეგისტრაციის გარეშე, ალბათ შეუძლებელი არის რომ სურსათის ეროვნულ სააგენტოს კონდეს იმხელა რესურსი რომ აი ეს ყველა რა ქვია ბიზნეს ოპერატორი აკონტროლოს. თუმცა ალბათ გამოსავალი მაინც უფრო იქითკენ არის ამ შემთხვევაში რომ აი სანქციის ის იყოს პროპორციული რა რომ აი ეშინოდეს ბიზნეს ოპერატორს მოკლედ ამ დარღვევის. მაგრამ აქვე აი ჩვენ მაყურებელს და სპენელს მაინც რო უთხრათ აი ეს კრიტიკულად საფრთხის შემცველი პროდუქტები რაც შეიძლება იყოს აი სანამ ამ ვითარებაში ვართ რომ აი რაღაცა სრული კონტროლი არ აქვს ამ ინდუსტრიაზე აი რას უნდა მივაქციოთ ყურადღება მაგალითად თქვით ჩაწერამდე აი ანტიბიოტიკების შესახებ აი მაგალითად კვერცხის შემთხვევაში გემოთი როგორ უნდა ვიგრძნოთ ხორცს პროდუქტების შემთხვევაში ვიზუალური დათვალიერებით რა შეიძლება ამოვიცნოთ ან სუნით რა შეიძლება ამოვიცნოთ ისეთი რამაც უნდა გადაგვაფიქრებინოს იმ კონკრეტული პროდუქტის ყიდვა. ანტიბიოტიკების თემას რო შევეხოთ, იქიდან გამომდინარე რომ ზოგადად საქართველოში ბიოუსაფრთხოება ფერმის დონეზე ძალიან დაბალ დონეზეა, ფერმერები პრევენციის მიზნით იყენებენ ამ ანტიბიოტიკებს და არა მკურნალობის მიზნით. შესაბამისად, ძალიან დიდი რისკია იმისა, რომ ცხოველური წარმოშობის სურსათში, კვერცხში, რძეში, ხორცში საბოლოოდ აღმოჩნდეს ეს ანტიბიოტიკი, თუ არ დაიცვა ფერმერმა ეს მოცდის პერიოდი. მოცდის პერიოდის დაცვა შესაბამისად ძალიან დიდ ზარალთან ასოცირდება, ხო? მაგალითად, თუ დაემართა რაღაცა გრიპი, მაგალითად ფრინველის დაბალვირულენტური გრიპი ფერმაში, იმისთვის რომ მან ესე ვთქვათ შეინარჩუნოს პროდუქტიულობა, გადაარჩინოს ფრინველი, ანტიბიოტიკი უნდა გამოიყენოს. კვერცხი, რომელსაც დადებს 7 დღის განმავლობაში ეს კვერცხი უნდა გადაყაროს, რასაც მცირე ფერმერი არ გააკეთებს, მით უმეტეს თუ პასუხისმგებლობა არ აქვს და არც საშუალო და არც დიდი. აი ბოლო პერიოდში, ახალი წლის პერიოდში ამაზე ესე ვთქვათ პირდაპირ არავინ არ საუბრობდა სამწუხაროდ, გავრცელებული იყო ფრინველის დაბალვირულენტური ვირუსი, დეფიციტიც შეიქმნა ბაზარზე და ძალიან ხშირად ხდებოდა მე სოციალურ ქსელებში მომხმარებლის მხრიდან განცხადებები, სადაც საუბრობდნენ კვერცხის მწარე გემოზე, არადამახასიათებელ სუნზე, რაც პირდაპირ ინდიკატორი არის ამ ანტიბიოტიკების გამოყენების. ხორცში ძალიან რთული არის და ლაბორატორიული კვლევის გარეშე ფაქტიურად შეუძლებელია რომ დავადგინოთ არის თუ არა გამოყენებული, თუმცა აი მაგალითად პრევენციის შემთხვევაში რადგანაც ძალიან ხშირად იყენებენ, მე ურჩევდი მომხმარებელს, რომ შედარებით თავი შეიკავონ, აი მაგალითად ძალიან მცირე წონის ქათმის შეძენისგან, წიწილის შეძენისგან, მაგალითად, როდესაც არის რაღაც 900 გრამი 1 კილომდე, ამ დროს ბევრად უფრო დიდი რისკია, თუ არა კეთილსინდისი, ესე ვთქვათ, ბიზნეს ოპერატორთან ფერმაში გამოიზარდა ეს ქათამი და მან გამოიყენა ანტიბიოტიკი, ძალიან დიდი რისკია, რომ შეიცავდეს ამ ანტიბიოტიკებს და რასაც იწვევს მე რეზისტენტობას და ასე შემდეგ ეს უკეთ მაგას რომ ღორშიც იგივე არის ან გამოზრდა რეალურად ბიოუსაფრთხოების ცუდი ბიოუსაფრთხოების გამო ფერმებში, მაგიტო იყენებენ ის ხელს ესე ვერავის ვერ და არც ვიცით არც იტყვის არავინ რომც იყენებდეს რომ ანუ უფრო პატარა ფაზებში გოჭებში წიწილებში რაც ანდრომ თქვა და ვარიას რაც ეძახიან იქ უფრო დიდია მოკლედ მაგის ალბათობა. ძის პროდუქტებში მოდი პირდაპირ ვიტყვი რომ მიზერულია იმასთან შედარებით შანსები ხო იმიტომ რომ იქ ანტიბიოტიკის გამოყენება ესე ვთქვათ რაღაცა პრევენციისთვის არ ხდება მართლა თუ ვეტერინარული პრობლემა აქვს ძროხას ამ შემთხვევაში იყენებენ მხოლოდ ნუ ქათამზე და ღორზე ვისაუბროთ იქ სხვა ამბავი ხდება და კიდე სხვა ქვეყნებში გამიგია ერთი ხრივ ჩვენთან არ ვიცი რამდენად ხდება თქვენ უფრო გექნებათ ინფორმაცია ეს ბევრი ინფექცია რაც შეიძლება გავრცელდეს რის პრევენციაზე ზრუნავენ ანტიბიოტიკებით ეს ფერმერები ვაქცინით პრევენტირებადი ინფექციებიც არის ხშირად აი რამდენად ხდება ვაქცინაცია ან სახელმწიფოს ჩართულობით ან თვითონ მეწარმეები რამდენად სრიან თავიან წყვილფეხა თუ წვრილფეხა საქონელს კონკრეტული ინფექციური დაავადებების წინააღმდეგ და
და ასევე სხვა ქვეყნებში ფუნქციონირებს, ანუ ფერმების დაზღვევა, როგორც ჯანმრთელობის დაზღვევა, რომ ვაიდა გაწყდა საქონელი, იმიტომ რომ როგორც წესი მჭიდროდ არიან ესენი, ესე ვთქვათ, იქ ეგეთი დაავადება თუ გავრცელდა უკვე და ეს ჩვენთან რამდენად არსებობს თორნიკე ეს პრაქტიკა, ან ვაქცინაციის, ან დაზღვევის. დაზღვევა როგორც ვიცი არ არის ფერმების. არა, ფერმის დაზღვევაც შესაძლებელი არის, მე როგორც მაქვს ინფორმაცია, თუმცა ხო მაგაზე თავს ვერ დავდებ. ხო, ვაქცინაციას რაც შეეხება, ვაქცინაციის პრაქტიკა რეალურად იყო და ეხლაც არის, უბრალოდ ეხლა მანდ არის რაღაც განსხვავებული შტამები, ეხლა არის ანდრო მახსენა დაბალვირულენტური გრიპი, ის რეალურად ნაკლები ყურადღება ექცეოდა და ეხლა შემოიტანეს მაგის ვაქცინა, სახელმწიფოც იყო მაგ ყველაფერში ჩართული. ასე ვთქვათ, გაამარტივა ეგ პროცედურა შესყიდვის და მაგ მხრივ როგორც გვაქვს ინფორმაცია რაც აეხმარა ბიზნესს. რაც შეეხება აი მეფრინველეობაზე შემიძლია ვთქვა, რომ იქ იცავენ უმეტესად, იმიტომ რომ თუნდაც აი ბროილერი, რაც არის ყველაზე გავრცელებული ხაზი, ასე ვთქვათ, სასურსათო მოხმარების ქათამში, განსაზღვრულია სტანდარტულად რა ვაქცინები უნდა გაუკეთონ, ასევე იგივე რამ შეიძლება ვთქვათ ლომანის ხაზზე, ლომანი არის მეკვერცხული კვერცხმდებელი ქათამი, განსაზღვრულია იმპორტირებული თუ არის ეს რაღაცა უმეტესად შემოყავთ ხოლმე 10 კვირის ქათამი, უკვე იმ ქვეყანაში არის ვაქცინაცია გაკეთებული და ამის საბუთებიც დოკუმენტაციაც მოყვება და ისედაც არ უღირს, მოკლედ აქ ისეთი დიდი მოთამაშეები არიან ამ ბიზნესში რეალურად ჩართული, რომ არ უღირთ, მოკლედ ესე ვთქვათ, რაღაც ვაქცინის არ გაკეთება და ისე იმპორტი სხვა ქვეყანაში, ექსპორტი სხვა ქვეყანაში. და აი ხო პატარა საფრინველეებში განსაზღვრულია წინასწარ რა დაავადებებზე კეთდება, მაგალითად აი ნიუკასლი არის ყველაზე ესე ვთქვათ საყურადღებო ამ მიმართულებით ხდება ამ ყველაფერზე ამ დაავადებებზე წინასწარი ვაქცინაცია და საკმაოდ დიდი ხანია მსგავსი შემთხვევაც არ დაფიქსირებულა, მე რაც მაქვს ინფორმაცია, ასე რომ ძალიან კაი. არა, ანუ ისეც არ გამოგვივიდეს, რომ მარტო პესი არის. ალბათ 15-20 წლის წინ ბევრად უფრო ცუდი მდგომარეობა იყო ამ მიმართულებით, ვიდრე დღეს არის, ხო? ალბათ ეგრე ხა, ალბათ აქამდე, ნუ ეხაც არის განცდა და საფუძვლიანი იმდენი кейსი მახსენდება ეხა თითო როლა მაინც რა სადაც რაღაცა კონკრეტულ დარღვევებზე მარტო მას შემდეგ გავიგეთ, რაც ორ ბიზნეს ოპერატორს შორის სასამართლო დავა დაიწყო, ხო? მანამდე ჩვენამდე არ მოსულა. ეხაც მაგ განცდა, რომ ისევ და ისევ ამ ჟარგონს გამოვიყენებ კალკს, კრიშა ყავს რა დიდ ბიზნეს და რაღაცა ჩვენამდე ესეთი გამჭვირვალედ ინფორმაცია არ მოდის, მაგრამ ეხა მეც ხა ჩემ ბავშვობასთან შედარებით 90-იანების ბავშვი ვარ და ამიტომ განსხვავებას ვხედავ მაინც რა იმ პროდუქტების ხარისხის, რაც ჩვენ სურსათში, რასაც ჩვენ მაღაზიებში და თუნდაც კვების ობიექტებში ხვდებით, ვიდრე ეს იყო მაგალითად რაღაცა 15, 20 და 30 წლის წინ. აქვე არ მინდა რომ ჩვენი ეპიზოდი ისე დავამთავროთ, არ ვისაუბროთ ამ ახალ რეგულაციებზე, რაც 2026 წლის 1 იანვრიდან თუ არ ვცდები ამოქმედდა. ნუ ძირითადი აქცენტი იყო ამ პლასმასის ერთჯერადი მოხმარების ნივთების ამოღებაზე, თუმცა თქვენ როგორც მითხარით 160 გვერდი ყოფილა ის დოკუმენტი და იქ ძალიან ბევრი პუნქტი არის, რასაც ყურადღება ისე არ ექცევა. ახლა 160 გვერდს ვერ მოვყვებით, ვაპატიეთ, მაგრამ აი რაც შეგვიძლია რომ გამოვყოთ, აი ბიზნეს ოპერატორებმა რა უნდა გაითვალისწინონ, რაც ახლა მოსალოდნელი არის, უბრალოდ რაც არის უკვე ძალაში შესული და აი მომხმარებლის კუთხიდანაც სადაა ამას ანდრია მნიშვნელობა. 2026 წლიდან მოკლედ სურსათთან შემხებლობაში გამოყენებული შესაბუთი მასალების შესახებ ტექნიკურ რეგლამენტში შევიდა ცვლილება. კერძოდ იკრძალება ერთჯერადი გამოყენების ჩანგლების კოუზების, ასევე სასმლის მოსავარევების, გაფართოვებული პოლისტიროლისგან დამზადებული თეფშების და ჭიქების წარმოება და ბაზარზე განთავსება. ასე ვთქვათ, წარმოება ექსპორტის შემთხვევაში
ასე ვთქვათ, დაშვებული იქნება, უბრალოდ ამ შემთხვევაში ბიზნეს ოპერატორმა აუცილებლად უნდა მიმართოს ურსაიდს ეროვნულ სააგენტოს წერილობით და მიაწოდოს ინფორმაცია სამიზნეს საექსპორტო ქვეყნის შესახებ და დასამზადებელი რაოდენობის შესახებ. აკრძალვა შეეხება ასევე საზოგადოებრივი კვების ობიექტებს, რომლებიც იყენებენ ასე ვთქვათ, ერთჯერად კონტეინერებს, რათა მზასურსათი მიაწოდონ მომხმარებელს. და ასევე ჭიქების შემთხვევაში, ანუ ჩვენ ვეღარ შევიძენთ პლასტმასის ჭიქებით საზოგადოებრივი კვების ობიექტში, მაგალითად ყავას და ჩაის, ანუ ეს აკრძალვა შეეხება მათაც. ამასთან ხო აკრძალვა არ შეეხება წარმოებებს, ანუ ჩვეულებრივად შევხვდებით სარეალიზაციო ქსელებში დაფასოებულ სურსას პლასტმასის შეფუთვაში. ნუ რაც ერთი მხრივ, რა თქმა უნდა, გარკვეულ გამოწვევებს ქმნის ბიზნეს ოპერატორისთვის, იმიტომ რომ ალტერნატივები მუყაო, მინა და ასე შემდეგ საკმაოდ ძვირი არის, თუმცა ნუ გარემოს დაცვის საკითხები საკმაოდ აქტუალურია. ხო, აქვე რო არ დამავიწყდეს, მე მინდა ამ ნაწილში ვიკითხო, რატო ჭირს ქართული პროდუქციის ექსპორტზე გატანა განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, ახლა ჩვენ მეტწილად იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა ვართ, ხო? ანუ ეს ბალანსი უარყოფითი არის ბოლო წლებია სულ. თუნდაც მე ფრინველო მეცხოველე რა სახის პროდუქციაზეც არ უნდა იყოს ლაპარაკი, ანუ ეს სალდო უარყოფითი. რატო ძნელდება ექსპორტზე ჩვენი პროდუქციის გატანა? რა ბარიერები არის? ანუ პრობლემა ხარისხშია, ფასი თუ რა არის პრობლემა? ორი მიზეზია ძირითადი. ერთი არის ფასის ნაწილი, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ადგილობრივი წარმოება ვერ უწევს კონკურენციას უცხოურ ბაზარს. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენც თუნდაც ცხოველური წარმოშობის სურსათის კუთხით თითქმის 100% დამოკიდებული ვართ უცხოურ ნედლეულზე, იგივე ხორბალი, siminდი, სხვა საკვები დანამატები, რაც რა თქმა უნდა აძვირებს საბოლოოდ პროდუქციას და ცხოველური წარმოშობის სურსათის ღირებულების 80% ფაქტიურად საკვები არის, რისი ნედლეულიც ყველაფერი უცხოური გვაქვს და ადგილობრივი ფაქტიურად არაფერი არ გვაქვს. ამასთან ერთად, ფასთან ერთად, რა თქმა უნდა, არის გარკვეულწილად უნდობლობაც ალბათ ევროპული ქვეყნების მიმართ და მიკვლევადობის პრობლემას, ხო, მიკვლევადობის პრობლემაც არის რაღაცა მცდელობები, მაგალითად ნუშის შემთხვევაში, მაგალითად მოცვის შემთხვევაში იყო საკმაოდ აქტიურად, რომ ფერმერებმა საქართველოში გააშენეს ეს ბაღები, დაინერგა სხვადასხვა საერთაშორისო სისტემები, Global Gap-ი არის ესეთი კარგი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა და ნუ როდესაც რა თქმა უნდა დაარწმუნებ შენი, ესე ვთქვათ, პროდუქტის უნებლობაში ამის სერტიფიცირებას მოახდენ და ფასიც კონკურენტუნარიანი გაქვს და ხარისხით, შესაბამისად ექსპორტის გზაც ღია, მაგრამ როდესაც ამ ყველაფერს ვერ აკმაყოფილებ, რა თქმა უნდა, ჭირს ექსპორტი. ხო, ხო და ხალხს იქ ებადება კითხვა, რომ ექსპორტზე ვერ გაგვაქვს. იმას მაინც რატო ვერ ვშვებით, რომ ჩვენი ადგილობრივი ბაზარი დავაკმაყოფილოთ და მაგასაც თუ ვერ ვშვებით, იმიტომ რომ პატარა ბაზარი არის და ძვირი ჯდება ამისა, თუ იმპორტზე ვარ დამოკიდებული, იმიტომ რომ ეს იაფი უფრო უჯდება მწარმოებელს რო გაყიდოს, მაინც ძვირი რატო? ხო და აქ ხანდახან განცდა მაქვს ხოლმე, რომ ხარისხის და რა შეუკვეთე და რა ჩამოვიდა ამბავში, ყველაზე ძვირ ქვეყანაში ვცხოვრობ, თუ ქალაქში უფრო მეტად, ანუ ქვეყანაში და მერე ქალაქში, თბილისში ამ შემთხვევაში, განცდა მაქვს, რომ ხარის, ფას რასაც ვიხდით და ხარისხი რასაც ვიღებ, ყველა ძვირი გამომდის რა და ეგრეა, სწორი განცდა მაქვს. ჩვენც ეგრე ვფიქრობ. ხო, მაგრამ უკეთესობებს ხედავთ რა. ხო, ეს მე ვიცი ეს ხო უკვე თქვენ და ჩემ კომპეტენციასაც ხდება ნაწილობრივ რომ ეს ფასიატო არის ესე და ვიცი რომ ერთი რაღაცა მონოპოლისტი დისტრიბუტორებიც არიან რომლებიც საზღვარზე უკვე ფასს წევენ მე მაღაზია თავის ფასს უდგენს ბიზნეს ოპერატორს რომელმაც თაროზე უნდა დადოს იმ თაროზე შეჯიბრება კიდე თალკე ხახის და ერთი ნაწილია ანუ ერთი სადისტრიბუციო რაღაც წარმოების მე რაც ხდება იქამდე ისედაც რუსეთზე ვარ დამოკიდებული რაც ანდრო მახსენა მცენარე პროდუქტებში, რაც 80%-ს ქმნის თვითღირებულების და იქ დამოკიდებული ვართ მოსავალი როგორი იქნება რუსეთში, როდის ჩაკეტავენ საზღვარს, ქართველი სატვირთოების მძღოლებს რა სანქციებს დაადებენ, ძალიან გართულებულია ყველაფერი, თუ არ შეიცვალა მაგ მხრივ რაღაც როგორც ხორმა
ჩააჩოჩა ესე რომ ვთქვათ ქართული წარმოება, კიდე ბევრი რაღაცა შეიძლება ამ მიმართულებით, ასე რომ მაგას ძალიან დიდი ყურადღება უნდა მიექცეს. კი ბატონო და აქვე ვიტყვი იმას რომ აი მაინც ახლა რაც არ უნდა მიზეზები იყოს მე ეგრე უყურებ იდეალისტურად რომ ყველაფერი თუ შეიძლება არსებობდეს ქვეყანა რომლის მოქალაქესაც საშუალოდ ქართულ მოქალაქეზე 5ჯერ და 7ჯერ მეტი შემოსავალი აქვს და იმის სუპერმარკეტში უფრო იაფი ღირს ერთ-ერთი მე პროცენტულად არ ვამბობ სუპერმარკეტში ღირს პროდუქტი ერთ-ერთი უფრო იაფი ვიდრე ქართულ სუპერმარკეტებში სადაც ხარისხი უფრო დაბალია და თან უფრო ძვირია და შემოსავალი ადამიანის არის ძალიან დაბალი ესე იგი გაკეთებადია ის რომ ჩვენთანაც იყოს უფრო იაფი. როგორ ეს ჩვენი საქმე არ არის, მაგრამ გაკეთებადია და მოკლედ ამ მიმართულებითაც უნდა იფიქროს იმ ხალხმა, ვისაც ამაზე ფიქრი ევალება. კეთილი მეგობრებო, რამეს დამატება თუ გინდა ან რჩევის სახით რა შეგვიძლია ურჩიოთ ჩვენს მაყურებლებს, რომ რაღაცა ცოტა პესიმისტური, მაგრამ უფრო რეალისტური ის გამოგვივიდა მე მგონი ეპიზოდი რა და მნიშვნელოვანია რომ სიმართლეს თვალი გაუსწოროთ. ანუ მე თავში ვთქვი, რომ რა უნდა მოიმოქმედოს ადამიანმა, რომელსაც მაგალითად ეჭვი აქვს, რომ მის საჯარდულო შეიძლება საფრთხე შეუქმნას კონკრეტულმა სასურსათო პროდუქტმა. აი, რას აკეთებს ამ დროს მომხმარებელი და აი ამით შეგვიძლია შეუქმნას. მომხმარებელმა ნებისმიერი ეჭვისას აუცილებლად უნდა მიმართოს სურსათის ეროვნულ სააგენტოს ხელხას 1501-ზე. სურსათის ეროვნული სააგენტო ვალდებულია, რომ ჩაატაროს ესე ვთქვათ ინსპექტირება კონკრეტულ ობიექტზე და შემდგომ აცნობს მომხმარებელს ამ ობიექტზე გამოვლენილი დარღვევების შესახებ და გაატაროს ადეკვატური ღონისძიებები. რაღაცა შევაჯამებ და მინდა რამდენიმე რჩევა მივცე მომხმარებელს პირველ რიგში აუცილებლად ესე ვთქვათ მეტი ისწავლონ სურსათის უნებლობის სფეროში, ვისწავლოთ როგორ უნდა წავიკითხოთ ეტიკეტი, როგორ უნდა გავარჩიოთ ესე ვთქვათ პროდუქტის კეთილსაიმედოობა, როგორ უნდა წავიკითხოთ ინგრედიენტები, აუცილებლად შევიძინოთ ესე ვთქვათ ხორცი, კვერცხი, რძის პროდუქტი რეგისტრირებული მომწოდებლისგან, სადაც არის დაცული ელემენტარული შენახვის პირობები და ხელმისაწვდომია შესაბამისი დოკუმენტაცია და ვიცით რომ ადამიანი არის პასუხისმგებლიანი და ძალიან მარტივი არის მომხმარებლისთვისაც აი ამ რაღაც მინიმალური საფრთხეების identificირება თუნდაც შეძენის ეტაპს. ხო და ერთ განმარტებასაც დავამატებ, აი რატომ არის რა მნიშვნელოვანი ამ მოკლედ ეს საბუთით ყიდვა რა იქიდან გამომდინარე ან ბევრს გონია ხოლმე რომ ჩვენ რაღაცა კონკრეტულად ავითვალწუნეთ ან რაღაც მცირე მეწარმეები ან რაღაც გლეხები ეს არის ანუ სისულელე უბრალოდ ის უნდა გაიაზროს ადამიანმა რომ სადღაც ანუ უეტიკეტოდ რაღაცას რო ყიდულობს იმისთვისაა საფრთხის შემცველი თორე ჩვენ ისედაც ვიცით რომ ეს მოკლედ არა რეკომენდირებული და ამით არ ეგონოს ვიღაცას რომ რაღაცა ან დიდ ბიზნესს ვიცავთ დიდი ბიზნესი არის რეალურად ვინც ჩვენი აზრით ამ ქვეყანაში რაღაცა შედარებით ცუდ ფონს ქმნის და ეს უნდობლობაც რაც არის საზოგადოებაში გამოწვეული სწორედ ამ დიდი ბიზნესის გამო და ანუ იმის თქმა გვინდა რომ მოკლედ როგორც მცირე ბიზნესს და გლეხებს და მცირე მეწარმეებს აქვთ პრობლემები ისე აქვთ რაღაცა დიდ ბიზნესებს ანუ ორივე მხარეს არის ძალიან დიდი მინუსები და ვინმეს არ ეგონოს რომ რაღაც ან ერთ მხარეს გვავართ ან მეორე მხარეს თქმა უნდა ვის რაში ჭირდება ის რომ მცირე მეწარმეს და თავის ოჯახს რო ინახავს სოფლად ცხოვრები ადამიანი თითოეულად როხის და ღორის ყოლით იმას დამატებით არა პირიქით აქ არის საუბარი იმაზე რომ წავახალისოთ ჩვენ სახელმწიფო და ასევე ბიზნეს ოპერატორი რომ რაღაცნაირად ვეტერინარი ყავდეს იმ სოფელი იქნება თუ რაღაცნაირად ბეჭდიანი იყოს ის ხორცი რომელსაც გაყიდის და რაღაცნაირად ისინიც მოვაქციოთ ამ ფორმალურ კალაპოტში ხო რომ მაგათაც შეძლონ ისე ოპერირება როგორი ფუფუნებაც სხვა ბიზნესსა ხო არა გაუქმებით და რა ქვია რაღაცნაირად იმით რა ქვია დაჟჯით არამედ პირიქით რა ანუ ნატურალური და პროდუქტია და კარგია და ვარგისიანია მოიქცეს ამ ფორმალურ კალაპოტში და ვიყიდით მე უფრო თავისუფლად მათგან ამ პროდუქციას. კეთილი მეგობრებო, ძალიან დიდი მადლობა მოსვლისთვის. პროდუქტიული თემატურად რო თქვა, იმედია პროდუქტიული საუბარი გამოგვივიდა. თუ რამეზე ვერ ვისაუბრეთ ამომწურავად, გთხოვთ რომ დაგვიტაროთ კომენტარი და თქვენგანაც პირობას ავიღებ რომ დამეხმარებით ამ კომენტარებზე. როგორც თქვენ ყველა ვიდეოზე აკეთებთ ხოლმე რომ აქტიურად პასუხობთ თქვენს და ამ კომენტარებლებს. მე აქეთ ამოკრეფილი მქონდა ბევრი კომენტარი თქვენი ვიდეოებიდან, მაგრამ თქვენ უკვე მე მგონი ყველაფერი რაც აქ ვუყურებ უკვე დაფარეთ თქვენ ასე ვთქვათ საუბარში და ამიტომ აღარ გავიმეორებ ამ კომენტარებს ჩემი ამოკრეფილს
თქვენ უყურებდით ჯანსაღი დიალოგის ეპიზოდს. ჩვენი პროექტი გახლავთ საქართველოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ასოციაციის, ასე ვთქვათ, პოდკასტი და გთხოვთ რომ გამოგვიწეროთ, დაალაიქოთ ეს ვიდეო, გაუზიაროთ სხვებს, რაც მეტი ადამიანი ნახავს, მით უფრო მეტ ადამიანს ამოუვარდება მე ეს ვიდეო ესე მუშაობს YouTube-ის ალგორითმი და გავხდეთ ბევრნი, რაც შეიძლება მალე. გამოიწერეთ ანდრიას და თორნიკეს სოციალური პლატფორმა, ძალიან ბევრ ინფორმატიულ ვიდეოს და კონტენტს გაეცნობით და შინაარსს გაეცნობით. ამით დარჩით ჩვენთან ერთად, გვიყურეთ, გვისმენთ ხოლმე და მომავალ შეხვედრამდე მადლობა ბიჭებო. მადლობა.